ელენე კიფშიძის გარდაცვალებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ მისი თბილისური ბინის კარადაში იპოვეს ძველი, გაცვეთილი რვეული, რომელზეც მისივე ხელით ეწერა, არასოდეს წაიკითხო. ეს დღიური 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იდო დავიწყებული, მაგრამ მასში ჩაწერილი სიტყვები დღესაც ცოცხლობს, ტკივილით სავსე აღსარება ქალისა, რომელმაც მთელი საბჭოთა საქართველო მოხიბლა თავისი ხმით, მაგრამ რომელსაც არასოდეს შეძლეს შეყვარება ისე, როგორც იმსახურებდა. ამ რვეულის ფურცლებზე არ არის სიმღერების ტექსტები და არც კონცერტების განრიგი, მხოლოდ კითხვები, რომლებსაც ის საკუთარ თავს უსვამდა ღამის სიჩუმეში. რატომ მიდიან ყველანი? რატომ ვერ იტანენ ჩემს წარმატებას? რა დანაშაული ჩავიდინე იმით, რომ ძლიერი გავხდი? დღეს ჩვენ გავხსნით ამ დღიურს და მოგიყვებით იმას, რაც ოფიციალურ ბიოგრაფიებში არასოდეს მოხვდა, ნამდვილ ისტორიას ქალისა, რომელსაც მამაკაცები ვერ აპატიეს საკუთარი დიდება. ელენე კიფშიძე საბჭოთა საქართველოს ესტრადის უდავო დედოფალი იყო, მაგრამ ტახტზე მარტო იჯდა. მისი ხმა რადიო ეთერებიდან მოედინებოდა, მისი სახე ჟურნალების გარეკანებს ამშვენებდა, მისი სიმღერები მილიონობით ადამიანის ბაგეზე იყო, მაგრამ სახლში, კარების მიღმა, სადაც პროჟექტორების შუქი ვეღარ აღწევდა, სრულიად სხვა რეალობა იშლებოდა. იქ არ იყო ტაშისცემა, არ იყო ყვავილები, არ იყო აღფრთოვანებული თვალები, იყო მხოლოდ სიჩუმე და კითხვა, რატომ ვერ იტანს ჩემი ქმარი იმას, რომ მე უფრო ცნობილი ვარ, ვიდრე ის? ეს კითხვა, როგორც ჩრდილი, მთელი ცხოვრება მისდევდა ელენეს და პასუხი, რომელიც საბოლოოდ მიიღო, გაცილებით მტკივნეული აღმოჩნდა, ვიდრე წარმოედგინა. 1950-იანი წლების თბილისი განსაკუთრებული ადგილი იყო, ქალაქი, სადაც ტრადიცია და მოდერნულობა უცნაურად ერწყმოდა ერთმანეთს, სადაც ქალს შეეძლო სცენაზე ასვლა და ათასობით ადამიანის მოხიბლა, მაგრამ სახლში მაინც უნდა დარჩენილიყო ჩვეულებრივი ცოლი. ელენე ამ წინააღმდეგობრივ სამყაროში დაიბადა და გაიზარდა და თავიდანვე იგრძნო, რომ მისთვის განკუთვნილი ადგილი ამ სამყაროში არ არსებობდა, უნდა შეექმნა საკუთარი. მისი ხმა ჯერ კიდევ ბავშვობაში გამოარჩევდა თანატოლებს შორის და მასწავლებლები ხშირად ამბობდნენ, რომ ეს გოგონა შორს წავა, თუმცა არავინ იცოდა, რა ფასი მოუწევდა გადახდა ამ შორს წასვლისთვის. პირველი ნაბიჯების სცენისკენ ელენემ ჯერ კიდევ სკოლის წლებში გადადგა, როცა სასკოლო კონცერტებზე გამოდიოდა და მთელ დარბაზს აოცებდა თავისი ბუნებრივი ნიჭით. მაგრამ ნამდვილი გარღვევა მოგვიანებით მოხდა, როცა თბილისის ფილარმონიის სცენაზე პირველად იდგა და იგრძნო, რა არის ნამდვილი დიდება, ათასობით თვალი, რომლებიც მხოლოდ მას უყურებდნენ, ათასობით გული, რომლებიც მისი ხმის რიტმზე ცემდნენ. იმ საღამოს კულისებში დაბრუნებული ელენემ პირველად იგრძნო ის უცნაური სიცარიელე, რომელიც შემდეგ მთელი ცხოვრება თან დაატარა, ტაშისცემის გაჩერების შემდეგ, როცა პროჟექტორები ჩაქრა, დარჩა მხოლოდ ის და მისი აზრები და არავინ, ვისაც გაუზიარებდა ამ მომენტის სიდიადეს. წარმატება სწრაფად მოვიდა, შესაძლოა ძალიან სწრაფადაც კი. ელენე კიფშიძის სახელი მალე მთელ საქართველოში გაისმა, მისი სიმღერები რადიოში უწყვეტად ტრიალებდა და კონცერტებზე ბილეთები დღეებით ადრე იყიდებოდა. მაგრამ რაც უფრო მაღლა ადიოდა ის კარიერის კიბეზე, მით უფრო მეტად გრძნობდა, რომ გარშემო მყოფი მამაკაცები, კოლეგები, რეჟისორები, მუსიკოსები სხვანაირად უყურებდნენ. თავიდან ეს იყო აღფრთოვანება, შემდეგ გაკვირვება, მოგვიანებით შეუფარავი შური. როგორ შეიძლება ქალი ასე წარმატებული იყოს? ეს კითხვა, თუმცა ხმა მაღლა არავინ სვამდა, ჰაერში ტივტივებდა ყველგან, სადაც ელენე შედიოდა. სწორედ ამ პერიოდში გამოჩნდა მისი ცხოვრებაში ადამიანი, რომელიც თავიდან ერთადერთ მოკავშირედ მოეჩვენა ამ მტრულ სამყაროში. ის იყო მუსიკოსი, ნიჭიერი და ამბიციური, რომელმაც ელენეს თვალებში დაინახა არა მხოლოდ ვარსკვლავი, არამედ ქალი, რომელსაც სიყვარული სჭირდებოდა. მათი პირველი შეხვედრა კონცერტის შემდეგ მოხდა კულისებში, სადაც ელენე ჯერ კიდევ ადრენალინით სავსე იდგა და ყვავილებს იღებდა. მან მიუახლოვდა, მაგრამ ყვავილები არ ჰქონდა, ჰქონდა მხოლოდ სიტყვები, რომლებიც ელენეს გულს მოხვდა. შენ არა მხოლოდ კარგად მღერი, შენ ადამიანებს აგრძნობინებ, რომ ცოცხლები არიან. ეს სიტყვები მარტივი და გულწრფელი იყო ის, რაც ელენეს ყველაზე მეტად აკლდა, აღიარება არა როგორც ვარსკვლავის, არამედ როგორც ადამიანის. მათი რომანი სწრაფად განვითარდა, როგორც ხშირად ხდება, როცა ორი მარტოსული გული ერთმანეთს პოულობს ბრბოს შუა გულში. ელენეს ეგონა, რომ საბოლოოდ იპოვა ის, ვინც მას გაიგებდა, ვინც არ შეშინდებოდა მისი ძალით, ვინც მის გვერდით იდგებოდა და არა მის ჩრდილში. მაგრამ ცხოვრებამ მალე აჩვენა, რომ ეს იმედები ნაადრევი იყო. რაც უფრო მეტად იზრდებოდა ელენეს სახელი, მით უფრო მეტად იცვლებოდა მისი პარტნიორის დამოკიდებულება. თავიდან ეს იყო წვრილმანი, ირონიული შენიშვნები მისი გრაფიკის შესახებ, უკმაყოფილო მზერა, როცა ტელეფონი ისევ და ისევ რეკავდა კონცერტების შეთავაზებებით. შემდეგ ეს უფრო აშკარა გახდა, ჩივილები, რომ ის ოჯახს ვერ უთმობს დროს, ბრალდებები, რომ კარიერა მისთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სიყვარული. ერთ საღამოს კონცერტიდან დაბრუნებული ელენე სახლში სრულ სიბნელეში შევიდა.
ქმარი სამზარეულოში იჯდა, ჩიქა ხელში ეჭირა და ფანჯარას მიშტერებოდა. იცი რა არის ყველაზე საშინელი? კითხა მან თავი არ მოუბრუნებია. ის რომ მე შენი ქმარი ვარ, მაგრამ ყველა მხოლოდ შენს სახელს იცნობს. მე არავინ ვარ. შენი ჩრდილი. ელენე გაშეშდა კარებთან. მას სურდა ეთქვა, რომ ეს სიმართლე არ არის, რომ ის მას უყვარს, რომ სახელს და დიდებას მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ სიტყვები ვერ გამოთქვა. იმიტომ რომ იცოდა, ეს სიმართლე იყო. და ეს სიმართლე მათ ქორწინებას ნელ-ნელა კლავდა. მაგრამ ვინ იყო ის ადამიანი, რომელიც ელენეს ყველაზე ახლოს უდგა ამ რთულ წლებში და რომელმაც შესაძლოა, ყველაზე მეტი იცოდა მისი ნამდვილი ტანჯვის შესახებ. 30 წელზე მეტი ხნის შემდეგ, პირველად ელენეს პირადი გრიმიორი დათანხმდა ლაპარაკს. ეს ქალი, რომელიც ყოველ კონცერტამდე მის სახეს ამზადებდა, იყო ერთადერთი, ვინც ხედავდა ელენეს ნამდვილ სახეს, მაკიაჟის გარეშე, ნიღბის გარეშე, დაცვის გარეშე. მე ვიცოდი ყველაფერი, ამბობს ის დღეს, ხმა ოდნავ კანკალებს. ვიცოდი, რატომ მოდიოდა ზოგჯერ წითელი თვალებით. ვიცოდი, რატომ ითხოვდა უფრო სქელ ფუძეს ზოგიერთ დღეს. მაგრამ ჩუმად ვიყავი, იმიტომ რომ ის ასე მთხოვდა, ნუ ითხვი არავის მეუბნებოდა, ხალხს ვარსკვლავი უნდა, არა ტირილი. ეს სიტყვები ბევრ რამეს ხსნის იმის შესახებ, თუ როგორ ცხოვრობდა ელენე კიფშიძე ორმაგ ცხოვრებას, ერთი სცენაზე, სადაც იყო ძლიერი, ბრწყინვალე, დაუმარცხებელი და მეორე სახლში, სადაც იყო მარტოსული ქალი, რომელსაც სიყვარულის წყუროდა. მაგრამ რატომ ვერ იტანდნენ მამაკაცები მის წარმატებას? რატომ ხდებოდა ისე, რომ ყოველი ახალი ტრიუმფი სცენაზე ნიშნავდა ახალ ბზარს მის პირად ცხოვრებაში? პასუხი, შესაძლოა, იმ ეპოქის საზოგადოებაში იყო ჩაფლული, საზოგადოებაში, სადაც ქალის ადგილი მკაცრად იყო განსაზღვრული და ვინც ამ საზღვრებს გადააბიჯებდა, სასჯელს იღებდა. საბჭოთა საქართველოში მიუხედავად ოფიციალური რიტორიკისა თანასწორობის შესახებ, ქალის როლი ოჯახში ტრადიციულად განისაზღვრებოდა. ქალი შეიძლებოდა ყოფილიყო მუშა, შეიძლებოდა ყოფილიყო სპეციალისტი, მაგრამ სახლში ის მაინც უნდა დარჩენილიყო მზრუნველ ცოლად და დედად, რომელიც ქმრის ინტერესებს საკუთარზე მაღლა აყენებდა. ელენე კიფშიძე ამ მოლოდინებს ვერ აკმაყოფილებდა, არა იმიტომ რომ არ სურდა, არამედ იმიტომ რომ მისი ნიჭი და ამბიცია უბრალოდ ვერ ეტეოდა ამ ვიწრო ჩარჩოებში. და ამისთვის ის ყოველდღიურად იხდიდა ფასს. მისი პირველი ქორწინება, რომელიც ასეთი იმედებით დაიწყო, თანდათან გადაიქცა ჩუმომად. ქმარი, რომელიც თავიდან მისი უდიდესი მხარდამჭერი ჩანდა, ნელ-ნელა გახდა მისი უდიდესი კრიტიკოსი. ყოველი კონცერტის შემდეგ, ყოველი წარმატების შემდეგ სახლში ელოდა არა მილოცვა, არამედ ცივი მზერა და კითხვა, კიდევ რამდენ ხანს აპირებ ამას, თითქოს მისი წარმატება იყო დანაშაული, რომელიც პატიებას საჭიროებდა. ელენე ცდილობდა ბალანსის პოვნას, ცდილობდა ორივე სამყაროში არსებობას, მაგრამ ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. რაღაც მომენტში მან უნდა აერჩია და მან აირჩია მუსიკა. არა იმიტომ, რომ სიყვარული არ უნდოდა, არამედ იმიტომ, რომ მუსიკა იყო ერთადერთი, რაც მას არასოდეს უღალატებდა. განქორწინება საბჭოთა საქართველოში სკანდალი იყო, განსაკუთრებით ცნობილი ადამიანისთვის. ჭორები ქალაქში ელვისის სწრაფით გავრცელდა, ზოგი ელენეს ადანაშაულებდა, რომ ოჯახი კარიერას შესწირა, ზოგი ქმარს, რომ ვერ გაუძლო ცოლის დიდებას. მაგრამ სიმართლე, როგორც ყოველთვის, გაცილებით რთული იყო. ელენე ამ პერიოდში თითქმის არ ლაპარაკობდა პირად ცხოვრებაზე, ინტერვიუებში მხოლოდ მუსიკაზე საუბრობდა, თითქოს ეს იყო ერთადერთი თემა, რომელიც მისთვის არსებობდა. მაგრამ ვინც მას ახლოს იცნობდა, ხედავდა რა ფასი ჰქონდა ამ სიმშვიდეს, უძილო ღამეები, დაკარგული წონა, თვალებში ჩაქრობილი ნათელი. და მაინც სცენაზე ის კვლავ ბრწყინავდა. ეს იყო ელენე კიფშიძის ყველაზე საოცარი თვისება, უნარი, გარდა ესახა სრულიად სხვა ადამიანად, როგორც კი პროჟექტორების შუქი მას შეეხებოდა. კულისებში შეიძლებოდა ყოფილიყო დაქანცული, გატეხილი, მარტოსული, მაგრამ სცენაზე ის იყო დედოფალი და არავის შეეძლო ამაში დაეჩვება. ხალხი მოდიოდა მის კონცერტებზე და ხედავდა ძლიერ ქალს, რომელსაც ყველაფერი ჰქონდა, ნიჭი, სილამაზე, წარმატება. არავინ ხედავდა რა ხდებოდა კარების მიღმა. მაგრამ ცხოვრება არ ჩერდება და ელენეს გული კვლავ ეძებდა სიყვარულს. მეორე ქორწინება მოვიდა რამდენიმე წლის შემდეგ და ამჯერად ელენეს ეგონა, რომ ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა. ახალი ქმარი სხვა. სფეროდან იყო, არ იყო მუსიკოსი და ელენეს იმედი ჰქონდა, რომ ეს ნიშნავდა, კონკურენცია არ იქნებოდა. მაგრამ მალე აღმოჩნდა, რომ პრობლემა არა პროფესიაში იყო, არამედ იმაში, რომ საზოგადოება ჯერ კიდევ მზად არ იყო მიეღო ქალი, რომელიც თავის ქმარზე ცნობილი და წარმატებული იყო. ეს მეორე ქორწინებაც იმავე გზით წავიდა, თავიდან სიყვარული და იმედები, შემდეგ ნელ-ნელა მზარდი დაძაბულობა და ბოლოს ისევ მარტოობა.
ელენეს მეგობრები იხსენებენ, რომ ამ პერიოდში ის ხშირად ამბობდა, მე თითქოს დაწყევლილი ვარ. ყველა, ვინც მიყვარს, საბოლოოდ მიდის. ეს არ იყო თვითშებრალება, ეს იყო მტკივნეული დაკვირვება საკუთარ ცხოვრებაზე, რომელიც ისევ და ისევ იმავე სცენარით ვითარდებოდა. მაგრამ იყო ერთი ადამიანი, რომელიც ამ ყველაფერს სხვა თვალით უყურებდა, ადამიანი, რომელიც ელენეს ცხოვრებაში შემოვიდა არა როგორც შეყვარებული, არამედ როგორც მეგობარი და მრჩეველი და რომელმაც შესაძლოა ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა მის ბედზე. ეს იყო პროდიუსერი, რომელიც ელენეს კარიერას მართავდა წლების განმავლობაში და რომელსაც, როგორც მოგვიანებით გაირკვა, საკუთარი ინტერესები ჰქონდა მის მარტოობაში. რატომ? იმიტომ, რომ მარტოსული ვარსკვლავი უფრო ადვილად იმართება, უფრო ადვილად ექვემდებარება, უფრო ადვილად იძლევა თანხმობას კონცერტებზე, ტურნეებზე, ჩანაწერებზე, ყველაფერზე, რაც ფულს მოაქვს. ეს პროდიუსერი, რომლის სახელსაც დღეს უკვე ცოტანი იხსენებენ, იყო ის, ვინც ელენეს ყურში ჩასწახოდა, შენ არ გჭირდება ქმარი, შენ გჭირდება კარიერა. ის იყო, ვინც ყოველ ჯერზე, როცა ელენე ახალ ურთიერთობას იწყებდა, პოულობდა გზას, რომ ეჩვი და ეთესა, რომ პრობლემები შეექმნა, რომ ელენე ისევ მარტო დარჩენილიყო. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი კეთდებოდა მისი სასიკეთოდ, მისი კარიერისთვის, მისი მომავლისთვის, მაგრამ შედეგი ყოველთვის ერთი და იგივე იყო. ელენე მარტო რჩებოდა და პროდიუსერი კვლავ მის ერთადერთ ოჯახად რჩებოდა. ეს იყო ნელი, მეთოდური მანიპულაცია, რომელიც წლების განმავლობაში გრძელდებოდა. ელენე, რომელიც სცენაზე ასეთი ძლიერი და თავდაჯერებული ჩანდა, პირად ცხოვრებაში სულ უფრო და უფრო დამოკიდებული ხდებოდა ამ ადამიანზე, რომელიც, როგორც ჩანდა, ერთადერთი იყო, ვინც მას ნამდვილად ესმოდა. მაგრამ ეს გაგება ძვირად ღირდა, ელენეს თავისუფლება, მისი პირადი ცხოვრება, მისი ბედნიერების შანსი. კონცერტის შემდეგ ერთ საღამოს, როცა ელენე გრიმიორთან იჯდა და მაკიაჟს იშორებდა, მან უცებ ვკითხა, შენ ოდესმე გიფიქრია, რატომ ვარ მარტო, გრიმიორი გაჩუნდა, ხელში ბამბა გაუშეშდა. მე ვფიქრობ, განაგრძო ელენემ, სარკეში საკუთარ თავს უყურებდა, რომ ზოგიერთ ადამიანს ბედნიერება არ ეწერა. ზოგს ეწერა დიდება, ზოგს სიყვარული. მე დიდება მერგო და ეს, ალბათ, საკმარისი უნდა იყოს. მაგრამ მისი თვალები სხვას ამბობდნენ, ისინი ამბობდნენ, რომ ეს საკმარისი არ იყო, რომ არასოდეს იქნებოდა საკმარისი. ეს იყო ელენე კიფშიძის ტრაგედიის არსი, ქალი, რომელსაც ყველაფერი ჰქონდა, რაც შეიძლებოდა სცენაზე მოეპოვებინა, მაგრამ რომელსაც აკლდა ის, რაც სცენის მიღმა იყო საჭირო. და ყველაზე მტკივნეული ის იყო, რომ ეს არ იყო მისი არჩევანი, ეს იყო საზოგადოების, გარემოცვის და იმ მამაკაცების არჩევანი, რომლებმაც ვერ აიტანეს მისი სინათლე და ამჯობინეს, წასულიყვნენ, ვიდრე მის ჩრდილში ეცხოვრათ. მაგრამ ისტორია აქ არ მთავრდება. რადგან ელენეს ცხოვრებაში იყო მომენტები, რომლებიც ოფიციალურ ბიოგრაფიებში არასოდეს მოხვდა, მომენტები, როცა ის ცდილობდა გაქცევას ამ ბედისგან, როცა ის ეძებდა გამოსავალს, როცა ის თითქმის იპოვა ბედნიერება. და როცა ეს ბედნიერება ისევ წაართვეს. რა მოხდა იმ ზაფხულს, როცა ელენე უცებ გაქრა საჯარო სივრციდან 3 თვით? სად იყო ის და ვისთან? და რატომ, როცა დაბრუნდა, მისი თვალები სრულიად სხვანაირად გამოიყურებოდნენ, თითქოს რაღაც მოკვდა მის შიგნით, რაღაც, რაც აღარასოდეს აღდგებოდა. 1970-იანი წლების ზაფხული თბილისში განსაკუთრებული იყო, ცხელი, მტვრიანი, სავსე ელოდებით და ჭორებით, რომლებიც ქალაქის ვიწრო ქუჩებში ისევე სწრაფად ვრცელდებოდა, როგორც სიცხე ასფალტზე. სწორედ იმ ზაფხულს, როცა მთელი საქართველო ელოდა ელენე კიფშიძის ახალ კონცერტებს, ის უცებ გაქრა. არა ისე, როგორც ვარსკვლავები ხანდახან ქრებიან დასვენებისთვის, შემოქმედებითი პაუზისთვის, არამედ სრულიად, თითქოს მიწამ გადაყლაპა. ფილარმონიის დირექტორი ბუნდოვან ახსნა განმარტებებს აძლევდა ჟურნალისტებს, ჯანმრთელობის მდგომარეობა, პირადი საკითხები მალე დაბრუნდება. მაგრამ ვინც ელენეს ახლოს იცნობდა, იცოდა, ეს არ იყო დაგეგმილი შესვენება. ეს იყო გაქცევა. მაგრამ ვისგან? და სად? პასუხი ამ კითხვებზე 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში დაფარული იყო, სანამ ერთმა ადამიანმა, რომელიც იმ ზაფხულს ელენესთან ერთად იყო, არ გადაწყვიტა სიმართლის თქმა. ეს ადამიანი იყო მისი ძველი სკოლის მეგობარი, ქალი, რომელსაც აბაშაში პატარა სახლი ჰქონდა, ზღვის პირას, სადაც ელენე იმალებოდა 3 თვეს, რომელმაც მთელი მისი ცხოვრება შეცვალა. ის ჩამოვიდა ღამის 2 საათზე იხსენებს მეგობარი დღეს, ხმა ჯერ კიდევ კანკალებს ამ მოგონებისგან. არ დამირეკა წინასწარ, უბრალოდ გამოჩნდა კარებთან, ჩანთა ხელში ეჭირა და თვალები ისე ეტირა, რომ მაშინვე გავიგე, რაღაც საშინელი მოხდა. შევიყვანე, ჩაი მოვამზადე და ის დაჯდა სამზარეულოს მაგიდასთან და დაიწყო ლაპარაკი. ლაპარაკობდა მთელი ღამე, სიტყვები ისე ღვარებოდა მისგან, თითქოს წლების განმავლობაში შეკავებული ჰქონდა და ახლა აღარ შეეძლო შეჩერება.
მითხრა ყველაფერი პროდიუსერზე, რომელიც მას აკონტროლებდა როგორც მარიონეტს, ქმრებზე, რომლებიც მიდიოდნენ იმიტომ, რომ ვერ იტანდნენ მის წარმატებას და იმ უსასრულო მარტოობაზე, რომელიც მას ყოველ საღამოს ხრჩობდა, როცა პროჟექტორები ჩაქრებოდა. მაგრამ ყველაზე მთავარი, რაც ელენემ იმ ღამეს გაუმხილა მეგობარს, იყო ის, რაც მას ყველაზე მეტად აწუხებდა, გრძნობა, რომ მთელი მისი ცხოვრება არ იყო მისი, რომ ყოველი გადაწყვეტილება, ყოველი ნაბიჯი, ყოველი არჩევანი კეთდებოდა სხვების მიერ და ის მხოლოდ შესრულებას უწევდა როლს, რომელიც მისთვის დაწერეს. იმ 3 თვის განმავლობაში, რაც ელენე აბაშაში გაატარა, ის ცდილობდა თავის პოვნას, ადამიანის, რომელიც არ იყო ვარსკვლავი, არ იყო დივა, არ იყო ელენე კიფშიძე, საქართველოს ესტრადის დედოფალი. ის ყოველდღიურად ადგებოდა ზღვის ხმაზე, დადიოდა ცარიელ სანაპიროზე, სადაც არავინ იცნობდა და პირველად წლების განმავლობაში გრძნობდა თავისუფლებას. არავინ მოითხოვდა მისგან სიმღერას, არავინ ელოდა ღიმილს, არავინ აფასებდა, აწონწონი და აკრიტიკებდა. ის უბრალოდ იყო. და ამ უბრალო ყოფნაში ელენემ იპოვა რაღაც, რაც წლების განმავლობაში დაკარგული ჰქონდა, სიმშვიდე. მაგრამ სიმშვიდე არ გრძელდება სამუდამოდ, განსაკუთრებით მაშინ, როცა შენ ელენე კიფშიძე ხარ და მთელი ქვეყანა გეძებს. პროდიუსერი, რომელიც ელენეს გაქრობით თითქმის გიждდებოდა, არა იმიტომ, რომ ის მას ეწუხებოდა, არამედ იმიტომ, რომ ყოველი დაკარგული კონცერტი ნიშნავდა დაკარგულ ფულს, საბოლოოდ მაინც იპოვა ის. როგორ? ძველი, გამოცდილი მეთოდით, ფულით და კავშირებით. ერთ დღეს, როცა ელენე ზღვის პირას იჯდა და ტალღებს უყურებდა, მის მეგობარს სახლში სტუმარი მოვიდა, პროდიუსერი პირადად, თან 2 კაცი ჰყავდა, რომლებიც დაცვად წარადგინა. მე უნდა ვნახო ელენე, თქვა მან ტონით, რომელიც არ იტანდა უარს. ეს არის საქმე, რომელიც მას ეხება და მე ვარ ერთადერთი, ვინც მას დაეხმარება. ელენეს მეგობარი ცდილობდა წინააღმდეგობას, მაგრამ რა შეეძლო მარტო ქალს 2 ჯავრიანი კაცის წინააღმდეგ. ის იძულებული გახდა, ეთქვა სად იყო ელენე. და როცა პროდიუსერი ზღვის პირას მივიდა და ელენე დაინახა, მან არ თქვა გამარჯობა, არ ჰკითხა როგორ ხარ, უბრალოდ ჩამოჯდა გვერდით და თქვა, საკმარისია. დრო დაბრუნებისა. ელენე არ უპასუხა. უბრალოდ ტალღებს აგრძელებდა ყურებას, თითქოს იქ, წყლის სიღრმეში, პასუხი ეძებდა კითხვაზე, რომელსაც ხმა მაღლა ვერ სვამდა. შენ გჭირდებიან ადამიანებს, განაგრძო პროდიუსერმა. შენი ფანები გელოდებიან. შენი ქვეყანა გელოდება. შენ არ შეგიძლია აქ დარჩე და თავი მოიტყუო, რომ შეგიძლია ჩვეულებრივი ცხოვრება. და ეს სიტყვები რამდენადაც სასტიკი იყო, სიმართლეს შეიცავდა, ელენე კიფშიძეს აღარ შეეძლო ჩვეულებრივი ცხოვრება, იმიტომ რომ ის უკვე აღარ იყო ჩვეულებრივი ადამიანი. დაბრუნება თბილისში იყო ტრიუმფი და ტრაგედია ერთდროულად. ფილარმონიამ გამართა სპეციალური კონცერტი ელენეს დაბრუნების აღსანიშნავად და დარბაზი ისე გადაისო, რომ ადამიანები დერეფნებში იდგნენ. როცა ელენე სცენაზე გამოვიდა, ტაშისცემა 10 წუთი გრძელდებოდა, ხალხი ტიროდა, ყვიროდა, ყვავილებს აგდებდა. მაგრამ ვინც ელენეს თვალებში ჩახედავდა, დაინახავდა, რომ რაღაც შეცვლილი იყო. ის ღიმილი, რომელიც ადრე ბუნებრივი და გულწრფელი ჩანდა, ახლა ოდნავი ძულებით გამოიყურებოდა. ის სინათლე, რომელიც მის თვალებში ანათებდა, ახლა ოდნავ ჩაქრობილი იყო. თითქოს ის ნაწილი ელენესი, რომელიც აბაშაში დარჩა, აღარასოდეს დაბრუნებულიყო. გრიმიორი, რომელიც იმ საღამოს ელენეს ამზადებდა კონცერტისთვის, იხსენებს, როცა ის გრიმიორში შემოვიდა, მე ვუყურე და ვიცოდი, რაღაც მოხდა. მისი სახე გამხდარი იყო, თვალები ჩაღრმავებული და როცა ვეკითხე როგორ ხარ, მან უბრალოდ თქვა, მზად ვარ. არა, კარგად ვარ, არა მენატრებოდა სცენა, მხოლოდ მზად ვარ. თითქოს ის მზად იყო ბრძოლისთვის, რომელიც იცოდა, რომ წააგებდა, მაგრამ მაინც უნდა გაეგრძელებინა. და ეს იყო ელენე კიფშიძის ახალი რეალობა, ცხოვრება, რომელიც არ იყო ცხოვრება, არამედ უწყვეტი სპექტაკლი, სადაც ის თამაშობდა როლს, რომელიც მისთვის დაწერეს სხვებმა. მაგრამ იმ ზაფხულში, აბაშაში მოხდა რაღაც, რაზეც ელენე არასოდეს ლაპარაკობდა საჯაროდ, რაღაც, რაც მისი მეგობარი მხოლოდ ახლა ამბობს, 30 წლის შემდეგ. ელენე შეუყვარდა. არა ვარსკვლავს, არა მუსიკოს, არა ცნობილ ადამიანს, უბრალოდ კაცს, რომელიც იქვე, აბაშაში ცხოვრობდა, მეთევზე იყო და არაფერი იცოდა ელენე კიფშიძის შესახებ. მან პირველად დაინახა ის ზღვის პირას, როცა ქსელებს აწყობდა და უბრალოდ მიუახლოვდა და ჰკითხა, ახალი ხართ აქ, ელენე გაოცდა, არა კითხვით, არამედ იმით, რომ ამ კაცის თვალებში არ იყო აღიარება, არ იყო აღფრთოვანება, არ იყო ის ჩვეულებრივი რეაქცია, რომელსაც ის ყველგან ხედავდა. ის უბრალოდ უყურებდა მას როგორც ქალს, არა როგორც ვარსკვლავს. მათი რომანი იყო მოკლე, მხოლოდ რამდენიმე კვირა, მაგრამ ელენესთვის ეს იყო ყველაზე ნამდვილი სიყვარული, რაც მას ოდესმე განუცდია.
ისინი დადიოდნენ ზღვის პირას, ლაპარაკობდნენ ცხოვრებაზე, ოცნებებზე, იმაზე, რა ნიშნავს ბედნიერება. მან არასოდეს უთხრა, ვინ იყო, უბრალოდ წარადგინა თავი როგორც ელენე, თბილისიდან. და ამ მარტივ სიტყვებში იყო ისეთი თავისუფლება, რომელიც მას წლების განმავლობაში არ ჰქონია. ის არ იყო დედოფალი, არ იყო ვარსკვლავი, არ იყო ხატი, ის იყო უბრალოდ ქალი, რომელსაც უყვარდა და რომელსაც უყვარდნენ. მაგრამ როცა პროდიუსერი გამოჩნდა და ელენე იძულებული გახდა დაბრუნებულიყო, მან უნდა აერჩია, დარჩენილიყო აბაშაში ამ კაცთან, რომელიც მას ბედნიერს ხდიდა, ან დაბრუნებულიყო თბილისში, სცენაზე, იმ ცხოვრებაში, რომელიც მისი იყო და არ იყო ერთდროულად. ელენემ აირჩია დაბრუნება. არა იმიტომ, რომ არ უყვარდა ეს კაცი, არამედ იმიტომ, რომ იცოდა, თუ დარჩა ის მალე გახდებოდა ტვირთი მისთვის, იმიტომ რომ ელენე კიფშიძე ვერასოდეს იქნებოდა უბრალოდ ელენე. მისი წარსული, მისი სახელი, მისი დიდება, ყველაფერი ეს მოსდევდა, სადაც არ უნდა წასულიყო. და ის არ სურდა, რომ ეს კაცი, რომელიც მას ასე გულწრფელად უყვარდა, ეცხოვრა ამ ტვირთის ჩრდილში. გამოსამშვიდობებელი იყო მოკლე. ელენე მივიდა ზღვის პირას, სადაც ის ქსელებს აწყობდა და უბრალოდ თქვა, მე უნდა წავიდე. მან ჰკითხა, დაბრუნდები? ელენემ თავი გააქნია. რატომ? ჰკითხა მან. ელენე ცოტა ხანს დუმდა, შემდეგ თქვა, იმიტომ რომ მე არ ვარ ის, ვინ შენ ფიქრობ რომ ვარ. და თუ დავრჩი, შენ ამას მალე გაიგებ და მაშინ ის, რაც ახლა გვაქვს, გაფუჭდება. მან არ გაიგო, როგორ შეეძლო? მაგრამ არც დაუჟინა. უბრალოდ თქვა, იქნებ ეს იყო ის, რაც მე მჭირდებოდა, ის, ვინც შენ ხარ, არა ის, ვინც უნდა იყო. ეს სიტყვები ელენეს გული გაუტეხა, მაგრამ მაინც წავიდა. იმიტომ რომ იცოდა, სიყვარული, რამდენადაც ძლიერიც არ უნდა იყოს, ვერ გადაარჩენდა მას იმ ბედისგან, რომელიც მისთვის უკვე დაწერილი იყო. დაბრუნების შემდეგ ელენე კიფშიძე გახდა კიდევ უფრო ინტენსიური, მეტი კონცერტი, მეტი ჩანაწერი, მეტი გამოსვლა. თითქოს ის ცდილობდა დაეფარა ის სიცარიელე, რომელიც აბაშაში დატოვა, მუშაობით, წარმატებით, ტაშისცემით. მაგრამ ვინც მას ახლოს იცნობდა, ხედავდა, ეს იყო არა ძალა, არამედ სასოწარკვეთა. ელენე გარბოდა საკუთარი აზრებისგან, საკუთარი გრძნობებისგან, საკუთარი მარტოობისგან. და რაც უფრო სწრაფად გარბოდა, მით უფრო ახლოს მიუახლოვდებოდა იმ წერტილს, საიდანაც უკან დაბრუნება აღარ იქნებოდა შესაძლებელი. პროდიუსერი კმაყოფილი იყო, ელენე ისევ მისი ოქროს ქათამი იყო, რომელიც ყოველდღიურად დებდა ოქროს კვერცხებს. მაგრამ ის არ ხედავდა, ან არ სურდა ხედვა, რომ ეს ქათამი ნელ-ნელა კვდებოდა შიგნიდან. ელენეს წონა კლებულობდა, ძილი აღარ მოდიოდა და ხშირად კონცერტამდე გრიმიორი იძულებული იყო, დაემალა ბაგეები მის თვალქვეშ, რომლებიც მისი უძილობის მოწმეები იყვნენ. ერთხელ იხსენებს გრიმიორი, მე შევედი გრიმიორში და ის იჯდა სარკესთან, თვალებში უცქერდა და ტიროდა. არა ხმამაღლა, უბრალოდ ცრემლები ჩამოსდიოდა. მე ვკითხე, რა მოხდა და მან თქვა, არაფერი. უბრალოდ დავიღალე. ძალიან დავიღალე. ეს დაღლილობა არ იყო ფიზიკური, ეს იყო სულიერი დაღლილობა იმით, რომ ყოველდღიურად უნდა იყო ის, ვინც არ ხარ, რომ ყოველდღიურად უნდა ღიმილი, როცა გული ტირის, რომ ყოველდღიურად უნდა სიძლიერის ჩვენება, როცა შიგნით ინგრევა. ელენე კიფშიძე იყო ქალი, რომელიც ცხოვრობდა ორმაგ ცხოვრებას, ერთი სცენაზე, სადაც ის იყო დედოფალი და მეორე კულისებში, სადაც ის იყო მარტოსული, დაღლილი, გატეხილი ადამიანი, რომელიც ეძებდა გამოსავალს და ვერ პოულობდა. მაგრამ ყველაზე მტკივნეული ის იყო, რომ ელენე იცოდა, ეს მისი არჩევანი იყო. არავინ აიძულებდა დაბრუნებულიყო თბილისში, არავინ აიძულებდა დაეტოვებინა ის კაცი, რომელიც მას ბედნიერს ხდიდა. ის თავად აირჩია ეს გზა, იმიტომ რომ ვერ წარმოიდგინა სხვა ცხოვრება სცენის გარეშე, მუსიკის გარეშე, ტაშისცემის გარეშე. და ახლა როცა ეს არჩევანი გაკეთებული იყო, მას მოუწევდა მასთან ცხოვრება, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად მძიმე იყო ეს ტვირთი. ერთ საღამოს კონცერტის შემდეგ, როცა ელენე გრიმიორში მარტო დარჩა, მან ამოიღო ის ძველი რვეული, რომელშიც ზოგჯერ წერდა თავის აზრებს და დაწერა, დღეს ვიფიქრე იმ კაცზე, რომელიც აბაშაში დავტოვე. ვიფიქრე, როგორ იქნებოდა ჩემი ცხოვრება, თუ დავრჩებოდი. შესაძლოა, ბედნიერი ვიქნებოდი. შესაძლოა, ჩვეულებრივი. მაგრამ მე არ ვარ შექმნილი ჩვეულებრივი ცხოვრებისთვის. მე დავიბადე სცენისთვის და სცენა არის ჩემი წყევლა და ჩემი კურთხევა ერთდროულად. მე ვირჩევ ამ წყევლას, იმიტომ რომ ის ერთადერთია, რაც მაქვს. ეს სიტყვები დაწერილი მარტოობის წუთებში იყო ელენე კიფშიძის ნამდვილი აღსარება, აღიარება იმისა, რომ მისი ცხოვრება არ იყო არჩევანი ბედნიერებასა და წარმატებას შორის, არამედ არჩევანი ორ სხვადასხვა სახის მარტოობას შორის. და ახლა როცა ეს არჩევანი გაკეთებული იყო, დარჩა მხოლოდ ერთი კითხვა,
რამდენ ხანს შეძლებდა ელენე ამ ორმაგი ცხოვრების გაგრძელებას? რამდენ ხანს შეძლებდა იყოს ძლიერი სცენაზე და გატეხილი კულისებში? რამდენ ხანს შეძლებდა ღიმილს, როცა გული ტირის? პასუხი ამ კითხვებზე მალე მოვიდოდა და ის იქნებოდა გაცილებით უფრო მტკივნეული, ვიდრე ვინმეს შეეძლო წარმოედგინა. რადგან ელენე კიფშიძის ისტორია არ იყო მხოლოდ ისტორია წარმატებისა და დიდებისა, ეს იყო ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ კლავს ადამიანს საკუთარი არჩევანი, როცა ეს არჩევანი კეთდება არა გულით, არამედ ვალდებულებით, შიშით, ან უბრალოდ იმიტომ, რომ სხვა გზა აღარ ჩანს. თბილისის ცენტრში რუსთაველის გამზირზე იდგა შენობა, რომელსაც ყველა იცნობდა როგორც სახელოვანთა სახლს, ადგილი, სადაც საბჭოთა საქართველოს კულტურული ელიტა იკრიბებოდა, სადაც გადაწყვეტილებები მიიღებოდა არაოფიციალურ კაბინეტებში, არამედ კერძო ოთახებში, კონიაკის ჩიქებთან და სიგარეტის კვამლში. სწორედ ამ შენობაში 1970-იანი წლების ბოლოს ყოველ პარასკევს იკრიბებოდა ჯგუფი, რომელსაც ოფიციალური სახელი არ ჰქონდა, მაგრამ რომელსაც ყველა უწოდებდა კლუბს. ამ კლუბის წევრები იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც აკონტროლებდნენ საქართველოს კულტურულ ცხოვრებას, ფილარმონიის დირექტორი, გოსტელერადიოს თავმჯდომარე, რამდენიმე გავლენიანი კომპოზიტორი და რეჟისორი და რა თქმა უნდა, ელენე კიფშიძის პროდიუსერი. ეს იყო ადგილი, სადაც წყდებოდა, ვინ იმღერებდა რა კონცერტზე, ვის მიეცემოდა ჯილდო, ვის კარიერა აყვავდებოდა და ვისი ინგრევოდა. და ელენე კიფშიძე, მიუხედავად თავისი დიდებისა, არ იყო ამ კლუბის წევრი, ის იყო მათი პროდუქტი, მათი ინსტრუმენტი, მათი ოქროს ქათამი, რომელსაც ისინი აკონტროლებდნენ და რომლის ხმაზეც ფულს გამოიმუშავებდნენ. ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც იმ წლებში ამ კლუბის შეკრებებს ესწრებოდა როგორც ახალგაზრდა ასისტენტი, დღეს, 50 წლის შემდეგ, პირველად ლაპარაკობს იმაზე, რაც იქ ხდებოდა. ეს არ იყო უბრალოდ შეხვედრები, ამბობს ის, ხმა ჯერ კიდევ სავსეა უხერხულობით იმ მოგონებებისგან. ეს იყო ძალაუფლების თამაში. ისინი იჯდნენ იქ, ამ დახურულ ოთახში და წყვეტდნენ ადამიანების ბედს, ვის მისცემდნენ შანსს, ვის ჩამოაგდებდნენ. და ელენე კიფშიძე იყო მათი ყველაზე დიდი აქტივი, მაგრამ ამავე დროს, მათი ყველაზე დიდი პრობლემა. იმიტომ რომ ის იყო ძალიან ცნობილი, ძალიან დამოუკიდებელი, ძალიან ძლიერი. და ისინი ეშინოდათ, რომ ერთ დღეს ის გაიგებდა თავის ძალას და აღარ დაემორჩილებოდათ. ამ შიშის გამო, კლუბის წევრები მუდმივად ეძებდნენ გზებს, რომ ელენე კონტროლში ეყოლათ. ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდი იყო მისი პირადი ცხოვრების კონტროლი, უზრუნველყოფა იმისა, რომ ის ყოველთვის მარტო ყოფილიყო, ყოველთვის დამოკიდებული მათზე, ყოველთვის საჭიროებდა მათ დახმარებას და მხარდაჭერას. როცა ელენე აბაშაში გაიქცა და 3 თვე გაქრა, ეს იყო პირველი ჯერ, როცა მან სცადა ამ სისტემისგან გათავისუფლება. და როცა პროდიუსერმა ის იქიდან დააბრუნა, ეს არ იყო უბრალოდ ბიზნეს გადაწყვეტილება, ეს იყო ძალაუფლების დემონსტრაცია, შეხსენება იმისა, რომ ელენე კიფშიძე არ ეკუთვნოდა საკუთარ თავს. კლუბის შეკრებებზე ხშირად განიხილებოდა ელენეს პრობლემა, ის ფაქტი, რომ ის ორჯერ განქორწინებული იყო და ახლა მარტო ცხოვრობდა. ეს ცუდად გამოიყურება, ამბობდა გოსტელერადიოს თავმჯდომარე. ხალხს სჭირდება მაგალითი, ბედნიერი ოჯახი, ბავშვები, სტაბილურობა. ელენე კიფშიძე არის ხატი და ხატი არ შეიძლება იყოს განქორწინებული ქალი, რომელიც მარტო ცხოვრობს. პროდიუსერი ამ საუბრებს ყოველთვის იცავდა ელენეს, მისი პირადი ცხოვრება არის მისი საქმე. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ მის კარიერაზე, არა მის ქორწინებაზე. მაგრამ ეს დაცვა იყო ორმაგი, იმავდროულად, როცა ის საჯაროდ იცავდა ელენეს უფლებას პირად ცხოვრებაზე, კულისებში ის აკეთებდა ყველაფერს, რომ ეს პირადი ცხოვრება არასოდეს ყოფილიყო ბედნიერი. ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ეპიზოდი, რომელსაც ახალგაზრდა ასისტენტი იხსენებს, მოხდა 1970-იანი წლების ბოლოს, როცა ელენეს გაუჩნდა ახალი ურთიერთობა, ამჯერად არა მუსიკოსთან, არა ცნობილ ადამიანთან, არამედ ექიმთან, რომელიც მუშაობდა ერთ-ერთ თბილისურ საავადმყოფოში. ეს კაცი იყო ინტელიგენტი, მშვიდი, რომელსაც არ აინტერესებდა ელენეს დიდება, მას აინტერესებდა ელენე როგორც ადამიანი. მათი ურთიერთობა ვითარდებოდა ნელა, ფრთხილად და პირველად წლების განმავლობაში ელენე გრძნობდა, რომ შესაძლოა, ამჯერად ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა. ის ლაპარაკობდა მეგობრებთან ქორწინების შესახებ, ბავშვების შესახებ, ახალი ცხოვრების დაწყების შესახებ. მაგრამ როცა პროდიუსერმა გაიგო ამის შესახებ, მან მაშინვე მოიწვია კლუბის საგანგებო შეკრება. ეს არ შეიძლება მოხდეს, თქვა მან. თუ ელენე დაქორწინდება და ბავშვები ეყოლება, ის დაკარგავს ფოკუსს. ის აღარ იქნება ის ელენე კიფშიძე, რომელიც ჩვენ გვჭირდება. ჩვენ უნდა შევაჩეროთ ეს. და მათ შეაჩერეს. როგორ? ძველი, გამოცდილი მეთოდით, ინფორმაციის გავრცელებით.
ერთ-ერთმა კლუბის წევრმა, რომელსაც კავშირები ჰქონდა საავადმყოფოში, მოაწყო ისე, რომ ელენეს საყვარელს შესთავაზეს უფრო მაღალი პოზიცია, მაგრამ სხვა ქალაქში, მოსკოვში. ეს იყო შეუძლებელი შეთავაზება, უარის თქმა, კარიერული წინსვლა, რომელზეც ნებისმიერი ექიმი იოცნებებდა. როცა ელენეს საყვარელმა მას უთხრა ამის შესახებ, ის გაიგო, ეს არ იყო შემთხვევა. ეს იყო კიდევ ერთი მცდელობა, რომ ის მარტო დარჩენილიყო, რომ მისი ცხოვრება კვლავ იყოს მხოლოდ სცენა და არაფერი მეტი. ელენემ სთხოვა მას, არ წასულიყო, რომ ერთად დარჩენილიყვნენ, რომ ერთად აეშენებინათ ცხოვრება. მაგრამ ის კაცი, რომელიც ამბიციური იყო და რომელსაც სურდა კარიერული წინსვლა, არ შეეძლო ამ შეთავაზების უარყოფა. მე მიყვარხარ, უთხრა მან ელენეს, მაგრამ ეს ჩემი ცხოვრების შანსია. მე არ შემიძლია ამის გაშვება. და ის წავიდა. და ელენე კვლავ დარჩა მარტო. ამ ინციდენტის შემდეგ რაღაც გატყდა ელენეს შიგნით. ის აღარ ცდილობდა პირადი ბედნიერების პოვნას, თითქოს საბოლოოდ მიხვდა, რომ ეს ბრძოლა წაგებული იყო. ის მთლიანად ჩაძირა მუშაობაში, კონცერტები, ჩანაწერები, ტურნეები. გრიმიორი იხსენებს, რომ ამ პერიოდში ელენე ხშირად მოდიოდა კონცერტებზე ისე დაღლილი, რომ ძლივს იდგა ფეხზე. ერთხელ ამბობს ის, მე ვკითხე, ელენე, რატომ არ დაისვენებ? შენ გჭირდება შესვენება. და მან მიპასუხა, თუ დავისვენებ, დავიწყებ ფიქრს. და მე არ მინდა ფიქრი. ეს იყო ელენე კიფშიძის გადარჩენის სტრატეგია, გაქცევა საკუთარი აზრებისგან, საკუთარი გრძნობებისგან, საკუთარი ტკივილისგან. სცენა გახდა მისი თავშესაფარი, ადგილი, სადაც ის შეეძლო დავიწყება იმისა, თუ რამდენად მარტოსული იყო, რამდენად გატეხილი, რამდენად უიმედო. მაგრამ ეს თავშესაფარი იყო ასევე ციხე, რომელსაც ის თავად აშენებდა საკუთარი არჩევნებით, საკუთარი შიშებით, საკუთარი დანებებით. კლუბის წევრები კმაყოფილები იყვნენ, ელენე კვლავ იყო მათი, კვლავ იყო კონტროლში, კვლავ იყო ის ინსტრუმენტი, რომელიც მათ სჭირდებოდათ. მაგრამ ისინი არ ხედავდნენ, ან არ სურდათ ხედვა, რომ ეს ინსტრუმენტი ნელ-ნელა იშლებოდა. ელენეს ჯანმრთელობა უარესდებოდა, არა იმიტომ, რომ რაიმე სერიოზული დაავადება ჰქონდა, არამედ იმიტომ, რომ მისი სხეული და სული უბრალოდ აღარ უძლებდა ამ მუდმივ ძაბვას, ამ მუდმივ ბრძოლას, ამ მუდმივ მარტოობას. ერთ საღამოს კონცერტის შემდეგ ელენე გრიმიორში დარჩა მარტო და ისევ ამოიღო თავისი რვეული. დაწერა, დღეს კონცერტზე ვიყავი და ვიგრძენი, რომ აღარ მაქვს ძალა. აღარ მაქვს ძალა ღიმილისთვის, როცა გული ტირის. აღარ მაქვს ძალა სიმღერისთვის, როცა სული ჩუმია. აღარ მაქვს ძალა იმისთვის, რომ ვიყო ის, ვინც მათ სჭირდებათ. მე მინდა ვიყო უბრალოდ ელენე, არა ვარსკვლავი, არა დედოფალი, არა ხატი. მაგრამ ეს უკვე შეუძლებელია. მე დავკარგე საკუთარი თავი წლების წინ და ახლა აღარ ვიცი, როგორ ვიპოვო ის. ეს სიტყვები დაწერილი მარტოობის წუთებში იყო ელენე კიფშიძის ნამდვილი ტრაგედიის არსი, არა ის, რომ მას არ ჰქონდა წარმატება, არა ის, რომ მას არ უყვარდნენ, არამედ ის, რომ მან დაკარგა საკუთარი თავი იმ პროცესში, როცა ხდებოდა ის, ვინც სხვებს სჭირდებოდა. და ახლა, როცა ის ცდილობდა საკუთარი თავის პოვნას, აღმოაჩენდა, რომ ის აღარ არსებობდა, დარჩა მხოლოდ ნიღაბი, როლი, სპექტაკლი. მაგრამ ყველაზე საშინელი ის იყო, რომ ელენე იცოდა, ეს მისი არჩევანი იყო. არავინ აიძულებდა დარჩენილიყო ამ სისტემაში, არავინ აიძულებდა გაეგრძელებინა ეს ცხოვრება. ის შეეძლო წასულიყო, შეეძლო ყველაფერი მიეტოვებინა, შეეძლო დაეწყო ახალი ცხოვრება სადმე, სადაც არავინ იცნობდა მას. მაგრამ ის არ წავიდა. იმიტომ, რომ სცენა, მიუხედავად ყველაფრისა, იყო ერთადერთი ადგილი, სადაც ის გრძნობდა თავს ცოცხლად. სცენაზე, პროჟექტორების შუქში, ტაშისცემის ხმაზე, ის იყო ელენე კიფშიძე, დიდი, ძლიერი და უმარცხებელი. და ეს გრძნობა რამდენადაც ხანმოკლე და ილუზორულიც არ უნდა ყოფილიყო, იყო ერთადერთი, რაც მას აქვს. და ასე, ელენე კიფშიძე განაგრძობდა, კონცერტიდან კონცერტამდე, ჩანაწერიდან ჩანაწერამდე, ტურნედან ტურნემდე. ის იყო მანქანა, რომელიც არასოდეს ჩერდებოდა, რომელიც არასოდეს ჩივოდა, რომელიც არასოდეს ითხოვდა შეწყალებას. მაგრამ ყოველი კონცერტის შემდეგ, როცა პროჟექტორები ჩაქრებოდა და ხალხი მიდიოდა, ის რჩებოდა მარტო თავის აზრებთან, მარტო თავის ტკივილთან, მარტო თავის მარტოობასთან. და ეს მარტოობა, რომელიც წლების განმავლობაში გროვდებოდა, ნელ-ნელა ხდებოდა აუტანელი. რატომ არ ეძებდა ელენე დახმარებას? რატომ არ ლაპარაკობდა ვინმესთან თავის გრძნობებზე, თავის ტკივილზე, თავის სასოწარკვეთაზე? პასუხი მარტივი იყო, იმიტომ რომ საბჭოთა საქართველოში, განსაკუთრებით ცნობილი ადამიანისთვის, სისუსტის ჩვენება იყო დანაშაული. ელენე კიფშიძე იყო ხატი, მაგალითი, იდეალი და იდეალები არ ტირიან, არ ჩივიან, არ ითხოვენ დახმარებას. ისინი უბრალოდ არიან ძლიერები ყოველთვის, ყველა სიტუაციაში.
და ელენე ცდილობდა შეესაბამებოდა ამ მოლოდინს, მიუხედავად იმისა, თუ რა ფასი ჰქონდა ამას. მაგრამ ადამიანი არ არის მანქანა. ადამიანს აქვს ლიმიტი იმისა, რამდენ შეუძლია აიტანოს, რამდენ შეუძლია გაუძლოს, რამდენ შეუძლია იბრძოლოს. და ელენე კიფშიძე ახლოვდებოდა ამ ლიმიტს, ახლოვდებოდა იმ წერტილს, საიდანაც უკან დაბრუნება აღარ იქნებოდა შესაძლებელი. და როცა ეს წერტილი მოვიდოდა, ის იქნებოდა არა ხმაურით, არა სკანდალით, არამედ ჩუმად, ისე ჩუმად, როგორც ყველაფერი მნიშვნელოვანი ხდება ელენე კიფშიძის ცხოვრებაში. 1990-იანი წლების დასაწყისი საქართველოსთვის იყო ცვლილებების დროს საბჭოთა კავშირი იშლებოდა, ძველი სისტემა ინგრეოდა, ახალი რეალობა იბადებოდა. ხალხი ქუჩებში გამოდიოდა, მოითხოვდა თავისუფლებას, დამოუკიდებლობას, ცვლილებას. მაგრამ ელენე კიფშიძისთვის ეს ცვლილებები არ ნიშნავდა თავისუფლებას, პირიქით, ისინი ნიშნავდა კიდევ უფრო მეტ გაურკვევლობას, კიდევ უფრო მეტ შიშს, კიდევ უფრო მეტ მარტოობას. ძველი სისტემა, რომელშიც ის ცხოვრობდა და რომელიც მას აკონტროლებდა, იშლებოდა, მაგრამ ახალი სისტემა, რომელიც მოდიოდა, იყო კიდევ უფრო სასტიკი, კიდევ უფრო გაუთვალისწინებელი, კიდევ უფრო ცივი. ფილარმონია, რომელიც წლების განმავლობაში იყო ელენეს სახლი, ახლა იყო ცარიელი და მუქი, კონცერტები იშვიათად იმართებოდა, ფული არ იყო, ხალხს არ ჰქონდა დრო მუსიკისთვის, როცა ქუჩებში რევოლუცია ხდებოდა. ელენე, რომელიც წლების განმავლობაში ყოველ კვირას მღეროდა, ახლა კვირებით იჯდა სახლში და ელოდა ზარს, რომელიც არ მოდიოდა. პროდიუსერი, რომელიც წლების განმავლობაში მის ცხოვრებას აკონტროლებდა, ახლა თავად იყო დაკარგული, ის ცდილობდა ახალ რეალობაში ადგილის პოვნას, ახალი კავშირების დამყარებას, ახალი ფულის გამომუშავებას. ელენე აღარ იყო მისი პრიორიტეტი, ის იყო წარსული, ძველი სისტემის ნაშთი, რომელიც ახალ სამყაროში აღარ ეტეოდა. ერთ დღეს, როცა ელენე სახლში იჯდა და ფანჯარას უყურებდა, მას დაურეკა ძველი მეგობარი, ქალი, რომელთან ერთად ის ახალგაზრდობაში მღეროდა. ელენე, თქვა მან, მე გავიგე, რომ შენ აღარ მღერი. რა მოხდა? ელენე ცოტა ხანს დუმდა, შემდეგ თქვა, არაფერი. უბრალოდ აღარ არის ადგილი ჩემთვის ამ ახალ სამყაროში. მე ვარ ძველი სისტემის ნაწილი და ეს სისტემა მოკვდა. მეგობარი ცდილობდა მას დაერწმუნებინა, რომ ეს სიმართლე არ იყო, რომ ელენე კიფშიძე იყო ლეგენდა, რომ ხალხი ყოველთვის მოისურვებდა მის მოსმენას. მაგრამ ელენე იცოდა, ეს იყო თავაზიანი სიცრუე. ახალ სამყაროში ადგილი იყო ახალი ვარსკვლავებისთვის, ახალი სიმღერებისთვის, ახალი სტილებისთვის. ძველი დედოფლები, როგორიც ის იყო, იყვნენ მხოლოდ მოგონებები. ამ პერიოდში ელენე დაიწყო სიარული, ყოველ დილას ადგებოდა და დადიოდა თბილისის ქუჩებში, სადაც არავინ იცნობდა, სადაც ის იყო უბრალოდ კიდევ ერთი ქალი ბრბოში. ეს სიარულები იყო მისი გზა გაქცევა საკუთარი აზრებისგან, საკუთარი სახლისგან, საკუთარი მარტოობისგან. ის დადიოდა საათობით, ფეხებით კიოდა, მაგრამ არ ჩერდებოდა, იმიტომ რომ სიარული იყო ერთადერთი, რაც მას აქვს, ერთადერთი, რაც მას აძლევდა გრძნობას, რომ ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. ერთ დღეს, ამ სიარულების დროს, ელენე შევიდა ძველ კაფეში, სადაც წლების წინ ხშირად დადიოდა კოლეგებთან. კაფე თითქმის ცარიელი იყო, მხოლოდ რამდენიმე ადამიანი იჯდა, ყავას სვამდა და ჩუმად ლაპარაკობდა. ელენე ჩამოჯდა კუთხეში, შეუკვეთა ჩაი და დაიწყო ფანჯრიდან ქუჩის ყურება. უცებ მას მიუახლოვდა ქალი, ახალგაზრდა 30 წლის, რომელიც მას გაკვირვებით უყურებდა. თქვენ ხართ ელენე კიფშიძე? ჰკითხა მან. ელენე თავი დაუქნია. ღმერთო, თქვა ქალმა, მე ბავშვობაში ყოველთვის გისმენდით. თქვენ იყავით ჩემი კუმირი. რატომ აღარ მღერით? ელენე ღიმილის სცადა, მაგრამ ვერ გამოუვიდა. იმიტომ, თქვა მან, რომ დრო შეიცვალა. და მე ვერ შევიცვალე მასთან ერთად. ეს პატარა ეპიზოდი, რამდენადაც უმნიშვნელოც არ უნდა ყოფილიყო, ელენეს ღრმად შეეხო. იმიტომ რომ ის აჩვენა მას, რომ ის არ იყო დავიწყებული, რომ ჯერ კიდევ იყვნენ ადამიანები, რომლებიც მას იხსენებდნენ. რომლებიც მას აფასებდნენ, რომლებიც მას უყვარდათ. მაგრამ ამავე დროს ეს ეპიზოდი აჩვენა მას, რამდენად შორს იყო ის იმ ადამიანისგან, ვინც ოდესღაც იყო, იმ ელენე კიფშიძისგან, რომელიც სცენაზე ბრწყინავდა და მთელ დარბაზს აოცებდა თავისი ხმით. სახლში დაბრუნებული ელენე მისევ ამოიღო თავისი რვეული და დაწერა. დღეს ერთმა ახალგაზრდა ქალმა მკითხა, რატომ აღარ მღერი. მე ვუთხარი, რომ დრო შეიცვალა. მაგრამ სიმართლე ის არის, რომ არა მხოლოდ დრო შეიცვალა, მე შევიცვალე. მე აღარ ვარ ის ელენე, რომელიც სცენაზე ბრწყინავდა. მე ვარ დაღლილი ქალი, რომელიც დაკარგა საკუთარი თავი წლების წინ და ახლა ვერ პოულობს გზას უკან. მე ვარ ჩრდილი იმისა, ვინც ოდესღაც ვიყავი. და ეს ყველაზე მტკივნეული სიმართლეა, რომელიც ოდესმე აღვიარე.
ეს სიტყვები დაწერილი მარტოობის წუთებში იყო ელენე კიფშიძის ბოლო აღსარება, აღიარება იმისა, რომ ის დამარცხდა. არა იმიტომ, რომ მას არ ჰქონდა ნიჭი, არა იმიტომ, რომ მას არ უყვარდა მუსიკა, არამედ იმიტომ, რომ მან დაკარგა საკუთარი თავი იმ პროცესში, როცა ხდებოდა ის, ვინც სხვებს სჭირდებოდა. და ახლა, როცა ის ცდილობდა საკუთარი თავის პოვნას, აღმოაჩენდა, რომ ის აღარ არსებობდა, დარჩა მხოლოდ ცარიელი გარსი, ნიღაბი, რომელსაც უკან არაფერი იყო. მაგრამ ცხოვრება რამდენადაც სასტიკიც არ უნდა იყოს, აგრძელებს. და ელენე კიფშიძეც აგრძელებდა, არა იმიტომ, რომ სურდა, არამედ იმიტომ, რომ არ იცოდა, რა სხვა უნდა გაეკეთებინა. ის ცხოვრობდა დღიდან დღემდე, ელოდა რაღაცას, თუმცა არ იცოდა რას და ცდილობდა იპოვოს აზრი ცხოვრებაში, რომელიც აზრს კარგავდა. და ერთ დღეს, როცა ის ისევ სახლში იჯდა და ფანჯარას უყურებდა, მას დაურეკა ადამიანი, რომელსაც წლები არ ესაუბრა, ის მეთევზე აბაშიდან, რომელსაც ის 1970-იან წლებში შეუყვარდა და დატოვა. ელენე, თქვა მან, მე გავიგე, რომ შენ თბილისში ხარ და აღარ მღერი. მინდა შეგხვდე. ელენე გაოცდა, რატომ ურეკავდა ეს კაცი 20 წლის შემდეგ. რა სურდა მას? მაგრამ რაღაც მას უბიძგებდა, რომ დათანხმებულიყო. შესაძლოა იმედი, შესაძლოა ცნობის მოყვარეობა, შესაძლოა უბრალოდ სურვილი, დაინახა ადამიანი, რომელიც მას ოდესღაც ბედნიერს ხდიდა. ისინი შეხვდნენ იმავე ადგილას, სადაც 20 წლის წინ გამოიმშვიდობდნენ, ზღვის პირას აბაშაში. როცა ელენე ჩამოვიდა და დაინახა ის, გაოცდა, ის შეცვლილი იყო, მოხუცებული, მაგრამ მისი თვალები იყო იგივე, თბილი, გულწრფელი, სავსე სიყვარულით. ელენე, თქვა მან, მე ყველა ამ წლის განმავლობაში გიფიქრე. მე ვიცოდი, რომ შენ წახვედი იმიტომ, რომ ფიქრობდი, რომ ეს სწორი იყო. მაგრამ მე მინდა გითხრა, ეს არ იყო სწორი. შენ უნდა დარჩენილიყავი. ჩვენ უნდა ყოფილიყავით ერთად. ელენე ტიროდა, პირველად წლების განმავლობაში, ის ტიროდა არა მარტოობის გამო, არამედ იმის გამო, რომ ესმოდა, ეს კაცი მართალი იყო. ის უნდა დარჩენილიყო. ის უნდა აერჩია სიყვარული დიდების ნაცვლად. მაგრამ ახლა უკვე გვიან იყო. მე ვარ ძველი, თქვა ელენემ. მე ვარ დაღლილი. მე ვარ გატეხილი. შენ არ გინდა ჩემთან ყოფნა ახლა. მაგრამ ის თქვა, მე მინდა ის, ვინც შენ ხარ, არა ის, ვინც იყავი, არა ის, ვინც უნდა იყო. უბრალოდ შენ. და ეს სიტყვები მარტივი და გულწრფელი იყო ის, რაც ელენეს მთელი ცხოვრება სჭირდებოდა, აღიარება არა როგორც ვარსკვლავის, არამედ როგორც ადამიანის. მაგრამ შეეძლო თუ არა ელენე კიფშიძეს ახლა, ამ ასაკში, ამ მდგომარეობაში, დაწყება ახალი ცხოვრებისა? შეეძლო თუ არა მას დატოვება ყველაფრისა, თბილისის, სცენის, წარსულის და დაბრუნება იმ ადგილას, სადაც ოდესღაც ბედნიერი იყო? ეს იყო კითხვა, რომელსაც ელენე უსვამდა საკუთარ თავს და პასუხი, რომელიც მიიღო, იყო გაცილებით რთული, ვიდრე ველოდა. რადგან ელენე კიფშიძე არ იყო უბრალოდ ქალი, ის იყო ლეგენდა, ხატი, სიმბოლო. და ლეგენდები არ ტოვებენ თავიანთ ადგილს, არ იწყებენ ახალ ცხოვრებას, არ ხდებიან ჩვეულებრივი ადამიანები. ისინი რჩებიან იქ, სადაც არიან, სანამ ბოლო არ მოვა. ელენეს ძველ ბინაში, რომელიც რუსთაველის გამზირიდან 2 კვარტალში მდებარეობდა, ერთ დღეს გამოჩნდა ადამიანი, რომელსაც არავინ ელოდა, ახალგაზრდა ჟურნალისტი, ხალი, რომელიც მუშაობდა ახალ, დამოუკიდებელ გაზეთში და რომელსაც სურდა ინტერვიუს ჩაწერა ელენე კიფშიძესთან. მაგრამ ეს არ იყო ჩვეულებრივი ინტერვიუს თხოვნა, ეს ქალი თან მოაქვს რაღაც, რაც ელენეს სისხლი გააკინა. ძველი გაყვითლებული კონვერტი, რომელზეც ელენეს ხელით ეწერა მისამართი იმ მეთევზის აბაშიდან, რომელსაც ის 20 წლის წინ შეუყვარდა. ეს კონვერტი, ამბობს ჟურნალისტი, იპოვეს ფოსტის ძველ არქივში, როცა შენობას ანგრევდნენ. მასში არის წერილი, რომელიც თქვენ დაწერეთ 1970-იან წლებში, მაგრამ რომელიც არასოდეს გაიგზავნა. ვინმე მის შეაჩერა, ვინმე, ვისაც არ სურდა, რომ ეს წერილი მიეღწია ადრესატისთვის. მე მინდა ვიცოდე, ვინ იყო ეს ადამიანი და რატომ ელენე უყურებს კონვერტს, ხელები უკანკალებს. ის იცის, რა წერია იმ წერილში, სიტყვები, რომლებიც მან დაწერა იმ ღამეს, როცა გადაწყვიტა დაბრუნებულიყო თბილისში და დაეტოვებინა ერთადერთი კაცი, რომელიც მას ნამდვილად უყვარდა. წერილში ის უხსნიდა, რატომ მიდიოდა, რატომ ვერ დარჩებოდა და ევედრებოდა, არ ეძებნა მისი. მაგრამ ეს წერილი არასოდეს მიუღია მას და ახლა ელენე იგებს რატომ. ვინ შეაჩერა ეს წერილი? იმეორებს ჟურნალისტი კითხვას, მაგრამ ელენე უკვე იცის პასუხი. ის იყო პროდიუსერი, ადამიანი, რომელსაც ჰქონდა კავშირები ყველგან, მათ შორის ფოსტაშიც და რომელიც აკონტროლებდა ელენეს ცხოვრების ყველა ასპექტს, მათ შორის მის კორესპონდენციასაც.
ის არ სურდა, რომ ელენე ინარჩუნებდა კავშირს იმ კაცთან, რომელმაც შესაძლოა გაეტაცებინა ის თბილისიდან, სცენიდან, იმ სისტემიდან, რომელიც მას აკონტროლებდა. ამიტომ მან უბრალოდ აიღო წერილი და დამალა ისე, რომ არც ელენე მიცოდა, რომ ის არასოდეს გაიგზავნა და არც იმ კაცმა, რომ ის არასოდეს მიიღო. ეს იყო სრულყოფილი მანიპულაცია, ორი ადამიანის გამიჯვნა ისე, რომ არც ერთს არ ეცოდინა, რომ მეორე ცდილობდა კავშირის შენარჩუნებას. ელენე გრძნობს, როგორ იზრდება მასში რაღაც, არ არის სხვა, არა სიძულვილი, არამედ უსასრულო დაღლილობა იმის გამო, რომ მთელი მისი ცხოვრება იყო სხვების მიერ მართული თამაში, სადაც მას არასოდეს ჰქონია ნამდვილი არჩევანი. რატომ მიაქვთ ეს ახლა? ეკითხება ელენე ჟურნალისტს, ხმა ძლივს ისმის. იმიტომ, პასუხობს ქალი, რომ ადამიანებმა უნდა იცოდნენ სიმართლე. უნდა იცოდნენ, რომ თქვენი მარტოობა არ იყო თქვენი არჩევანი, ეს იყო სხვების არჩევანი, რომლებმაც გადაწყვიტეს თქვენი ბედი თქვენს გარეშე. ელენე ცოტა ხანს დუმს, შემდეგ ნელა იღებს კონვერტს ხელში და უყურებს მას, ამ პატარა ქაღალდის ნაჭერს, რომელმაც შესაძლოა შეცვალა მთელი მისი ცხოვრება. თუ ეს წერილი მიეღწეოდა ადრესატს, შესაძლოა ის დაბრუნებულიყო მასთან. შესაძლოა მათ ჰქონოდათ ცხოვრება ერთად, მარტივი, ჩვეულებრივი, ბედნიერი ცხოვრება, რომელიც ელენეს ასეც წყუროდა. მაგრამ ეს არ მოხდა, იმიტომ რომ ერთმა ადამიანმა გადაწყვიტა, რომ მისი ბედნიერება ნაკლებად მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე მისი კარიერა, მისი სახელი, მისი ღირებულება როგორც პროდუქტის. ელენე აბრუნებს კონვერტს ჟურნალისტს და ამბობს, შეინახე ეს. დაწერე ამის შესახებ. მაგრამ არა ჩემთვის უკვე გვიანაა. დაწერე იმ ქალებისთვის, რომლებიც ახლა იმავე გზაზე დგანან, რომელზეც მე ვიდექი. უთხარი მათ, არასოდეს მისცენ სხვებს საკუთარი ბედის გადაწყვეტის უფლება. არასოდეს დაუჯერონი მათ, ვინც ამბობს ეს შენი სასიკეთოსთვისაა, როცა სინამდვილეში ეს მათი სასიკეთოსთვისაა. არასოდეს შეწირონ სიყვარული დიდებას, იმიტომ რომ დიდება არის ცარიელი, ცივი, მარტოსული, ხოლო სიყვარული, ეს ერთადერთია, რაც ნამდვილად აქვს აზრი. ეს სიტყვები, თქმული დაღლილი, გატეხილი ხმით, არის ელენე კიფშიძის ბოლო მესიჯი არა თავისი თაობისთვის, რომელმაც უკვე გააკეთა თავისი არჩევანი, არამედ მომავალი თაობისთვის, რომელსაც ჯერ კიდევ აქვს დრო, რომ არ გაიმეოროს მისი შეცდომები. ჟურნალისტი მადლობას უხდის და მიდის, კონვერტი ხელში უჭირავს, როგორც წმინდა რელიქვია. ელენე რჩება მარტო თავის ბინაში, ფანჯარას უყურებს და ფიქრობს იმ ცხოვრებაზე, რომელიც შესაძლოა ჰქონოდა, თუ ერთი წერილი მიეღწეოდა თავის ადგილს. ფიქრობს იმ ბავშვებზე, რომლებიც შესაძლოა ჰყოლოდა, იმ სახლზე ზღვის პირას, იმ შვიდდილებზე, როცა ის იღვიძებდა არა ალარმის ხმაზე, არამედ ტალღების შრიალზე. ფიქრობს იმ ხელებზე, რომლებიც შესაძლოა ეჭირა მის ხელებს, როცა ის მოხუცდებოდა, იმ თვალებზე, რომლებიც შესაძლოა უყურებდა მას სიყვარულით, არა აღფრთოვანებით. მაგრამ ყოველივე ეს იყო მხოლოდ შესაძლოა სიტყვა, რომელიც ახლა ელენეს ცხოვრებას განსაზღვრავს. მაგრამ ყველაზე მტკივნეული არის არა ის, რაც დაკარგა, არამედ ის, თუ როგორ დაკარგა. არა საკუთარი არჩევნით, არა ბედის ირონიით, არამედ ერთი ადამიანის გადაწყვეტილებით, ადამიანის, რომელიც თავს მის მეგობრად და მხარდამჭერად თვლიდა, მაგრამ რომელიც სინამდვილეში იყო მისი ციხის მცველი. ეს ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში აკონტროლებდა ელენეს ცხოვრების ყველა ასპექტს, მის კონცერტებს, მის ფულს, მის კავშირებს, მის სიყვარულს, ახლა სადღაც არის, ცხოვრობს თავის ცხოვრებას, შესაძლოა კი არც იხსენებს, რა გააკეთა. ან იხსენებს და არ ინანებს, იმიტომ რომ მისთვის ელენე კიფშიძე არასოდეს ყოფილა ადამიანი, ის ყოველთვის იყო პროდუქტი, ინვესტიცია, ფულის წყარო. ელენე დგება და მიდის თავის საძინებელში, სადაც კარადაში ინახება ის ძველი რვეული, რომელშიც წლების განმავლობაში წერდა თავის აზრებს. იღებს მას, ხსნის ბოლო გვერდზე და იწყებს წერას. დღეს გავიგე, რომ ჩემი მარტოობა არ იყო ბედის ნება, ეს იყო ერთი ადამიანის გადაწყვეტილება, რომელმაც გადაწყვიტა, რომ მისი ინტერესები უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ჩემი ბედნიერება. ეს ცოდნა არ მაძლევს ნუგეშს, პირიქით, ის ხდის ტკივილს კიდევ უფრო ძლიერს. იმიტომ რომ ახლა ვიცი, ჩემი ცხოვრება შესაძლოა სხვანაირი ყოფილიყო. მე შესაძლოა ბედნიერი ყოფილიყავი. მაგრამ ერთმა ადამიანმა წაართვა ეს შანსი და მე ვუშვებ მას. ვუშვებ, იმიტომ რომ ვერ ვიბრძოლე, ვერ დავინახე, ვერ გავიგე. და ახლა, როცა ყველაფერი ვიცი, უკვე გვიანაა რაიმეს შეცვლა. ეს სიტყვები, დაწერილი კანკალებული ხელით, არის ელენე კიფშიძის ბოლო აღსარება, აღიარება არა მხოლოდ იმისა, რაც მას წაართვეს, არამედ იმისა, რაც მან თავად დაკარგა იმით, რომ ვერ იბრძოლა საკუთარი ბედნიერებისთვის. იმიტომ რომ ელენე კიფშიძე, მიუხედავად ყველა თავისი ძალისა სცენაზე, პირად ცხოვრებაში იყო სუსტი არა იმიტომ რომ არ ჰქონდა ძალა, არამედ იმიტომ რომ არ იცოდა, როგორ გამოეყენებინა ეს ძალა საკუთარი თავის დასაცავად.
ის იცოდა როგორ ებრძოლა სცენაზე, როგორ მოეგო აუდიტორია, როგორ დაეპყრო გულები, მაგრამ არ იცოდა როგორ ებრძოლა იმ ადამიანებს, რომლებიც მას ყველაზე ახლოს იდგნენ და რომლებიც მას ყველაზე მეტად აზიანებდნენ. და ახლა, როცა ყველაფერი გვიანაა, როცა ცხოვრება თითქმის გასულია, ელენე კიფშიძე რჩება მარტო თავის აზრებთან, თავის მოგონებებთან, თავის შესაძლოებებთან. რჩება ქალი, რომელმაც ყველაფერი მიაღწია სცენაზე, მაგრამ ყველაფერი დაკარგა სცენის მიღმა. რჩება ლეგენდა, რომელიც ცხოვრობს არა ნამდვილ ცხოვრებას, არამედ მოგონებებს იმისა, რაც იყო და იმისა, რაც შესაძლოა ყოფილიყო, მაგრამ არასოდეს არ იქნება. მაგრამ ამ ყველაფრის შემდეგ რჩება ერთი კითხვა, რომელსაც ელენე კიფშიძე უსვამს საკუთარ თავს ყოველ საღამოს, როცა სარკეში უყურებს და ხედავს არა ვარსკვლავს, არამედ დაღლილ, მოხუცებულ ქალს, იყო თუ არა ღირებული. იყო თუ არა ღირებული ყოველივე ეს დიდება, ტაშისცემა, აღიარება, იმ ფასად, რაც გადაიხადა. იყო თუ არა ღირებული სცენაზე ყოფნა იმ ფასად, რომ სცენის მიღმა მარტო დარჩენილიყო? და პასუხი, რომელსაც ის იღებს, არის ყოველთვის ერთი და იგივე, არა, არ იყო ღირებული. მაგრამ ეს პასუხი მოდის ძალიან გვიან, როცა უკვე არაფერი შეიძლება შეიცვალოს, როცა უკვე არაფერი შეიძლება დაბრუნდეს, როცა უკვე რჩება მხოლოდ მოგონებები და სინანული. თბილისის ძველ უბანში, სადაც ელენე კიფშიძე ბოლო წლებს ატარებდა, იყო პატარა ეკლესია, ძველი, ნახევრად დანგრეული შენობა, რომელსაც საბჭოთა წლებში საწყობად იყენებდნენ, მაგრამ რომელიც 1990-იან წლებში ისევ გაიხსნა როგორც ღვთისმსახურების ადგილი. ელენე არასოდეს ყოფილა განსაკუთრებით რელიგიური საბჭოთა სისტემაში გაზრდილი, ის ეკლესიას მხოლოდ დიდ დღესასწაულებზე დადიოდა და მეტწილად ტრადიციის გამო, არ რწმენის. მაგრამ ბოლო წლებში, როცა მარტოობა გახდა აუტანელი და სახლის კედლები თითქოს მასზე იკეცებოდნენ, ელენე დაიწყო ამ პატარა ეკლესიაში სიარული, არა ლოცვისთვის, არა ღვთისმსახურებისთვის, არამედ უბრალოდ იმისთვის, რომ იჯდა ბნელ კუთხეში და ყოფილიყო სადმე, სადაც არავინ იცნობდა, სადაც არავინ მოელოდა მისგან ღიმილს ან სიმღერას. ერთ დღეს, როცა ელენე ისევ იქ იჯდა, მის გვერდით ჩამოჯდა მოხუცი ქალი, 100 წლის, თეთრი თმებით, რომელიც ნელა ილოცებოდა და ძელებს ითვლიდა. ელენე არ აქცევდა ყურადღებას, მაგრამ უცებ ეს ქალი მიუბრუნდა და ჩუმად უთხრა: შენ ხარ ელენე კიფშიძე, არა? ელენე გაოცდა, როგორ იცნობდა ეს მოხუცი ქალი მას ამ ბნელ ეკლესიაში, სადაც ის ყოველთვის ცდილობდა უხილავი ყოფილიყო? არ შეშინდე, თქვა ქალმა, მე არ ვარ ჟურნალისტი და არც ფანატი. მე უბრალოდ ვიცი, ვინ ხარ, იმიტომ რომ ჩემი ქალიშვილი შენი გრიმიორი იყო წლების განმავლობაში. ის ბევრს მიყვებოდა შენზე, როგორ ტიროდი კულისებში, როგორ ცდილობდი დამალას შენი ტკივილი, როგორ ცხოვრობდი ორმაგ ცხოვრებას. ელენე გაშეშდა, ეს იყო ის გრიმიორი, რომელიც მას წლების განმავლობაში ემსახურებოდა და რომელიც იცოდა ყველა მისი საიდუმლო. სად არის ის ახლა? კითხა ელენემ. მოხუცი ქალი ჩუმად ამოიოხრა. ის გარდაიცვალა 2 წლის წინ. კიბოს დაავადებით. მაგრამ სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე მან მითხრა რაღაც, რაც მე უნდა გითხრა შენ. მან თქვა, თუ ოდესმე შეხვდები ელენეს უთხარი, ის არ იყო მარტო. მე ყოველთვის ვიყავი მასთან, ყოველ კონცერტზე, ყოველ ტირილზე, ყოველ ღამეს, როცა ის ფიქრობდა, რომ აღარავინ ზრუნავდა მასზე. მე ვზრუნავდი. და მე მიყვარდა ის, არა როგორც ვარსკვლავი, არამედ როგორც ადამიანი, როგორც დაქალი, რომელსაც ძალიან ბევრი უნდა გაეტანა. ეს სიტყვები, გადმოცემული მოხუცი ქალის მიერ, ელენეს გულს ეხება ისე ღრმად, რომ ვერ იკავებს ცრემლებს. იმიტომ, რომ ყველა ამ წლის განმავლობაში, როცა ის ფიქრობდა, რომ მარტო იყო, რომ არავინ ესმოდა მისი ტკივილი, რომ არავინ ზრუნავდა მასზე, იყო ერთი ადამიანი, რომელიც ყველაფერს ხედავდა, ყველაფერს იცოდა და ჩუმად იდგა მის გვერდით. რატომ არასოდეს მითხრა ამის შესახებ? ეკითხება ელენე ცრემლებში. იმიტომ, პასუხობს მოხუცი ქალი, რომ ის იცოდა, შენ არ გჭირდებოდა კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც რაღაცას მოგთხოვდა. შენ გჭირდებოდა ადამიანი, რომელიც უბრალოდ იქნებოდა იქ ჩუმად მოთხოვნების გარეშე. და ის სწორედ ეს იყო, ჩუმი მხარდამჭერი, რომელიც არასოდეს მოითხოვდა აღიარებას. ელენე ხვდება, რომ მთელი ეს წლები, როცა ის ფიქრობდა, რომ სრულიად მარტო იყო, სინამდვილეში ჰყავდა ერთი ადამიანი, რომელიც მას ნამდვილად უყვარდა, არა როგორც ვარსკვლავს, არა როგორც პროდუქტს, არამედ როგორც ადამიანს. და ეს ადამიანი ახლა გარდაცვლილია და ელენეს აღარასოდეს ექნება შანსი უთხრას მას მადლობა, უთხრას, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ის მისთვის. მოხუცი ქალი იღებს ელენეს ხელს და ამბობს, ჩემი ქალიშვილი მითხრა კიდევ რაღაც. მან თქვა, ელენე კიფშიძე ფიქრობს, რომ მისი ცხოვრება იყო წარუმატებელი, იმიტომ რომ მას არ ჰქონდა ოჯახი, ბავშვები, ჩვეულებრივი ბედნიერება. მაგრამ ის არ იცის, რამდენ ადამიანს გადაარჩინა მისმა ხმამ. რამდენმა ქალმა იპოვა ძალა გაგრძელებისთვის, როცა ელენეს სიმღერას უსმენდა.
რამდენმა ადამიანმა იგრძნო, რომ ცოცხალი იყო, როცა მის კონცერტზე იყო. ეს არის მისი ნამდვილი მემკვიდრეობა, არა ჯილდოები, არა სახელი, არამედ ის, რომ ის აძლევდა ადამიანებს იმედს. ეს სიტყვები, თქმული მოხუცი ქალის მიერ, არის ის, რაც ელენეს არასოდეს გაუგია, რომ მისი ცხოვრება, მიუხედავად ყველა ტკივილისა და მარტოობისა, არ იყო უაზრო. რომ მან შეხვდა ათასობით ადამიანის ცხოვრება, რომ მან მისცა მათ რაღაც, რაც არავინ სხვა ვერ მისცემდა, სილამაზე, ემოცია, იმედი. მაგრამ ეს ცოდნა, რამდენადაც ნუგეშის მცემელიც არ უნდა იყოს, ვერ ავსებს იმ სიცარიელეს, რომელიც ელენეს გულში არსებობს. იმიტომ, რომ ადამიანი არის არა მხოლოდ ის, რასაც ის აძლევს სხვებს, ადამიანი არის ასევე ის, რასაც ის იღებს, რასაც ის გრძნობს, რასაც ის ცხოვრობს. და ელენე კიფშიძემ, მიუხედავად იმისა, რომ მისცა ათასობით ადამიანს სილამაზე და იმედი, თავად ვერასოდეს მიიღო ის, რაც მას ყველაზე მეტად სჭირდებოდა, უპირობო სიყვარული, შვიდი ბედნიერება, გრძნობა, რომ ის ღირებული იყო არა იმის გამო, რასაც აკეთებდა, არამედ იმის გამო, ვინც იყო. ელენე ტოვებს ეკლესიას და დგება გარეთ ქუჩაზე, სადაც ცხოვრება გრძელდება, ადამიანები დადიან, მანქანები მიდიან, ბავშვები თამაშობენ. ყველაფერი ისე ჩვეულებრივია, ისე ნორმალურია, ისე შორსა იმ სამყაროსგან, რომელშიც ელენე ცხოვრობდა წლების განმავლობაში, სამყაროსგან პროჟექტორების, ტაშისცემის, დიდების. და პირველად ელენე ხვდება, რომ შესაძლოა ის არჩი არასწორი სამყარო, რომ შესაძლოა ნამდვილი ბედნიერება არ იყოს სცენაზე, არამედ აქ, ამ ჩვეულებრივ ქუჩაზე, ამ ჩვეულებრივ ადამიანებს შორის, რომლებსაც ჰქონდათ ჩვეულებრივი ცხოვრება, რომელიც არ იყო სრულყოფილი, არ იყო ბრწყინვალე, მაგრამ იყო ნამდვილი. მაგრამ ახლა უკვე გვიანაა ამის შეცვლა. ელენე კიფშიძე არის ის, ვინც არის ლეგენდა, რომელიც ცხოვრობს არა ნამდვილ ცხოვრებას, არამედ მოგონებებს. და ეს მოგონებები, რამდენადაც მტკივნეულიც არ უნდა იყოს, არის ერთადერთი, რაც მას აქვს. ის ბრუნდება სახლში, ნელა ადის კიბეებზე, ფეხები ტკივა, სხეული დაღლილია, მაგრამ ის აგრძელებს, იმიტომ რომ არ იცის, რა სხვა უნდა გააკეთოს. სახლში შესული, ის ისევ მიდის თავის საძინებელში, იღებს რველს და იწყებს წერას, ბოლო ჩანაწერს, რომელიც ის ოდესმე გააკეთებს. დღეს გავიგე, რომ მე არ ვიყავი მარტო, რომ იყო ერთი ადამიანი, რომელიც მას ზრუნავდა ჩუმად, მოთხოვნების გარეშე. ეს ცოდნა მაძლევს ნუგეშს, მაგრამ ასევე ხდის ტკივილს უფრო ძლიერს, იმიტომ რომ ახლა ვიცი, რომ მე შემეძლო ყოლოდა ის, რაც მე ვფიქრობდი, რომ არასოდეს მექნებოდა. შემეძლო ყოლოდა ადამიანი, რომელიც მას ნამდვილად მიყვარდა. მაგრამ მე ვერ ვნახე ეს, ვერ ვნახე, იმიტომ რომ ვეძებდი სიყვარულს არასწორ ადგილებში, არასწორ ადამიანებში. ვეძებდი სიყვარულს იმ მამაკაცებში, რომლებიც მე მინდოდათ, მაგრამ რომლებიც ვერ იტანდნენ ჩემს ძალას. მაგრამ ნამდვილი სიყვარული იყო იქ, ჩემს გვერდით, ჩუმად, უხილავად და მე ვერ ვნახე ის, სანამ გვიან არ გახდა. ეს სიტყვები, დაწერილი კანკალებული ხელით, არის ელენე კიფშიძის ბოლო აღსარება, აღიარება იმისა, რომ მისი ცხოვრების ყველაზე დიდი ტრაგედია არ იყო ის, რომ მას არ ჰქონდა სიყვარული, არამედ ის, რომ მას ჰქონდა სიყვარული, მაგრამ ვერ ნახა ის. იმიტომ რომ ეძებდა არასწორ ადგილებში. ეძებდა სიყვარულს დიდებაში, ტაშისცემაში, აღიარებაში, მაგრამ ნამდვილი სიყვარული იყო უფრო მარტივი, უფრო ჩუმი, უფრო ჩვეულებრივი. იყო ხელებში, რომლებიც მას ამზადებდნენ კონცერტებისთვის, თვალებში, რომლებიც მას უყურებდნენ შეშფოთებით, სიტყვებში, რომლებიც არასოდეს არ ითქვა ხმამაღლა, მაგრამ რომლებიც ყოველთვის იყო იქ, ჩუმად, მოლოდინში. და ახლა, როცა ყველაფერი გვიანაა, როცა ის ადამიანი, რომელიც მას ნამდვილად უყვარდა, გარდაცვლილია, ელენე კიფშიძე რჩება მარტო თავის. სინანულთან იმის გამო, რომ ვერ ნახა, ვერ გაიგო, ვერ აღიარა. რჩება ქალი, რომელმაც ყველაფერი მიაღწია, მაგრამ ყველაფერი დაკარგა და რომელიც ახლა ხვდება, რომ ის, რაც დაკარგა, იყო გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ის, რაც მიაღწია. მაგრამ ამ ყველაფრის შემდეგ რჩება ერთი კითხვა, რომელსაც ელენე კიფშიძე უსვამს საკუთარ თავს ყოველ საღამოს. შეიძლება თუ არა ადამიანმა იცხოვროს ორი ცხოვრება ერთდროულად, ერთი სცენაზე და მეორე სცენის მიღმა და იყოს ბედნიერი ორივეში. ან ადამიანი ყოველთვის უნდა აირჩიოს და ეს არჩევანი ყოველთვის ნიშნავს რაღაცის დაკარგვას? და თუ ასეა, მაშინ რა არის უფრო მნიშვნელოვანი, ის, რასაც ადამიანი აძლევს სამყაროს, თუ ის, რასაც ის იღებს საკუთარი თავისთვის? 1990-იანი წლების შუა პერიოდში, როცა საქართველო უკვე დამოუკიდებელი იყო, მაგრამ ჯერ კიდევ ეძებდა თავის ადგილს ახალ სამყაროში, ელენე კიფშიძეს მიაღწია შეთავაზება, რომელიც მას არასოდეს ელოდა მოსკოვიდან, ერთ-ერთი დიდი კონცერტული დარბაზიდან, სადაც გეგმავდნენ სპეციალურ საღამოს საბჭოთა ესტრადის ლეგენდების მონაწილეობით. ელენეს სთხოვდნენ მოსულიყო და იმღეროს, ერთი კონცერტი, ერთი საღამო, ერთი შანსი, რომ ისევ იგრძნოს თავი ვარსკვლავად. ელენე ცოტა ხანს ფიქრობდა ამ შეთავაზებაზე, ნაწილი მისი სურდა წასვლა, სურდა ისევ იგრძნოს პროჟექტორების სითბო, ტაშისცემის ხმა, აუდიტორიის სიყვარული.
მაგრამ მეორე ნაწილი, უფრო ღრმა ნაწილი, იცოდა, ეს იქნებოდა შეცდომა. იმიტომ რომ დაბრუნება სცენაზე ნიშნავდა დაბრუნებას იმ ცხოვრებაში, რომელმაც ის გატეხა, იმ სისტემაში, რომელმაც ის გაანადგურა, იმ როლში, რომელმაც ის დაკარგა საკუთარი თავი. ელენემ უარი თქვა. პირველად თავის ცხოვრებაში ის უარი თქვა სცენაზე, არა იმიტომ რომ არ შეეძლო, არამედ იმიტომ რომ აღარ სურდა. ის გაიგო, რომ სცენა აღარ იყო მისი თავშესაფარი, ის იყო მისი ციხე და ის აღარ სურდა დაბრუნება იქ. ამ გადაწყვეტილებამ გააოცა ყველა, ვინც მას იცნობდა, მეგობრები, კოლეგები, ყოფილი პროდიუსერი, რომელიც ჯერ კიდევ ცდილობდა მასზე გავლენის მოხდენას. ეს შენი ბოლო შანსია, უთხრა მან ტელეფონით. თუ უარს იტყვი, შენ საბოლოოდ დაივიწყებ. ელენე ჩუმად გაიღიმა, პირველად წლების განმავლობაში, ის გაიღიმა არა იმიტომ რომ უნდა, არამედ იმიტომ რომ ნამდვილად უნდოდა. შესაძლოა, უპასუხა მან. მაგრამ მე უკვე დავივიწყე საკუთარი თავი წლების წინ. ახლა მინდა ვიპოვო ის და ამისთვის მე არ მჭირდება სცენა. ეს იყო ელენე კიფშიძის პირველი ნამდვილი აქტი თავისუფლებისა, პირველი ჯერ როცა მან თქვა არა იმიტომ რომ ვერ შეეძლო დიახის თქმა, არამედ იმიტომ რომ ნამდვილად არ სურდა. და ამ არაში იყო უფრო მეტი ძალა, ვიდრე ყველა იმ დიახში, რომელიც მან თქვა თავის ცხოვრებაში. იმიტომ რომ ეს არა იყო არა სისუსტე, არამედ ძალა იმისა, რომ აღარ ეთამაშა როლი, რომელიც მისთვის დაწერეს სხვებმა, აღარ ყოფილიყო ის, ვინც სხვებს სჭირდებოდა, აღარ ეცხოვრა ცხოვრება, რომელიც არ იყო მისი. მაგრამ ეს გადაწყვეტილება მოიტანა ასევე შედეგებს, რომლებიც ელენე მოელოდა, მაგრამ რომლებიც მაინც მტკივნეული იყო. ფული, რომელიც მას ჰქონდა და ზოგიდი წლების განმავლობაში, ნელ-ნელა იწურებოდა, საქართველოში ინფლაცია იყო, ეკონომიკა ინგრეოდა და ის, რაც ოდესღაც ჩანდა როგორც უზარმაზარი თანხა, ახლა ძლივს ყოფნიდა ერთი თვის საცხოვრებლად. ელენე იძულებული გახდა გაეყიდა ზოგიერთი ნივთი, ძვირფასი სამკაულები, რომლებიც მას აჩუქეს კონცერტების შემდეგ, ძველი ტანსაცმელი, რომელიც მას სცენაზე ეცვა. ყოველი გაყიდული ნივთი იყო როგორც ნაწილი მისი წარსულისა, რომელსაც ის ნელ-ნელა ტოვებდა. მაგრამ ყველაზე მტკივნეული იყო არა ფინანსური სირთულეები, არამედ სიჩუმე. სიჩუმე, რომელიც ელენეს ცხოვრებაში შემოვიდა, როცა მან უარი თქვა სცენაზე. ტელეფონი, რომელიც ოდესღაც ყოველდღიურად რეკავდა შეთავაზებებით, მოწვევებით, მოთხოვნებით, ახლა დუმდა. ადამიანები, რომლებიც ოდესღაც მას ეძახდნენ მეგობრებს, ახლა აღარ ურეკავდნენ, იმიტომ რომ ელენე კიფშიძე, რომელიც აღარ იყო სცენაზე, აღარ იყო საინტერესო მათთვის. ის იყო წარსული, მოგონება, ლეგენდა, მაგრამ არა ცოცხალი ადამიანი, რომელთანაც სურდათ ურთიერთობა. ამ სიჩუმეში ელენე იწყებს აღმოჩენას რაღაცისა, რაც მას არასოდეს ჰქონია, დრო საკუთარი თავისთვის. დრო რომ იფიქროს, იკითხოს, იმოგზაუროს არა სცენიდან სცენაზე, არამედ საკუთარ აზრებში. ის იწყებს წიგნების კითხვას, წიგნები, რომლებიც მას წლების განმავლობაში სურდა წაეკითხა, მაგრამ არასოდეს ჰქონია დრო. იწყებს სიარულს, არა იმიტომ რომ გაქცევა სურს, არამედ იმიტომ რომ სურს ნახვა თბილისი ახალი თვალებით ადამიანისა, რომელიც აღარ არის ვარსკვლავი, არამედ უბრალოდ ქალი, რომელიც ცხოვრობს ამ ქალაქში. ერთ დღეს, ამ სიარულების დროს ელენე შედის პატარა ბაღში, სადაც ბავშვები თამაშობენ და მოხუცები ჯდებიან სკამებზე და ლაპარაკობენ. ის ჯდება ერთ სკამზე და უყურებს ამ სცენას, ჩვეულებრივ მარტივ, ყოველდღიურ სცენას, რომელიც არაფერს საგანგებოს არ შეიცავს, მაგრამ რომელშიც არის რაღაც, რაც ელენეს ღრმად ეხება. ეს არის ცხოვრება, ნამდვილი, ჩვეულებრივი ცხოვრება, რომელიც არ არის სრულყოფილი, არ არის ბრწყინვალე, მაგრამ რომელიც არის ნამდვილი. და პირველად ელენე ხვდება, რომ შესაძლოა ეს არის ის, რაც მას ყოველთვის სჭირდებოდა, არა დიდება, არა ტაშისცემა, არამედ უბრალოდ ცხოვრება, რომელიც არის მისი. მის გვერდით ჯდება მოხუცი კაცი, 100 წლის, რომელიც ნელა ჭამს პულს და ფრინველებს აჭმევს. ელენე უყურებს მას და ხვდება, ეს კაცი არ იცის, ვინ არის ის. მისთვის ელენე არის უბრალოდ კიდევ ერთი ქალი, რომელიც ჯდება ბაღში და ცხოვრებას უყურებს. და ამ უცნობობაში არის რაღაც ლამაზი, რაღაც, რაც ელენეს აძლევს გრძნობას, რომ ის არის არა ლეგენდა, არამედ ადამიანი. ლამაზი დღეა, ამბობს კაცი, ელენეს არ უყურებს. დიახ, პასუხობს ელენე. ძალიან ლამაზი. და ეს მარტივი დიალოგი, რომელიც არაფერს არ ნიშნავს და ყველაფერს ნიშნავს ერთდროულად, არის ელენე კიფშიძის პირველი ნამდვილი კავშირი ადამიანთან, კავშირი, რომელიც არ არის დაფუძნებული მის სახელზე, მის დიდებაზე, მის წარსულზე, არამედ უბრალოდ იმ ფაქტზე, რომ ორი ადამიანი ჯდება ერთ ბაღში და უზიარებს ერთ მომენტს. ელენე ტოვებს ბაღს და ბრუნდება სახლში, მაგრამ რაღაც შეცვლილია მის შიგნით. პირველად წლების განმავლობაში ის არ გრძნობს თავს მარტოდ, არა იმიტომ რომ ვინმე არის მასთან, არამედ იმიტომ რომ ის საბოლოოდ არის საკუთარ თავთან.
ის აღარ არის ელენე კიფშიძე ვარსკვლავი, ის არის უბრალოდ ელენე, ქალი, რომელიც ცხოვრობს თბილისში და რომელიც ეძებს თავის ადგილს ამ ახალ სამყაროში. და ამ ძიებაში არის რაღაც ლამაზი, რაღაც რაც მას აძლევს იმედს, რომ შესაძლოა ჯერ კიდევ არ არის გვიან, შესაძლოა ჯერ კიდევ შეიძლება იპოვოს ბედნიერება, არა სცენაზე, არამედ ცხოვრებაში. მაგრამ ეს იმედი, რამდენადაც ლამაზიც არ უნდა იყოს, არის ასევე მტკივნეული, იმიტომ რომ ის მოდის ძალიან გვიან. ელენე კიფშიძე არის უკვე მოხუცი ქალი, რომლის ცხოვრება თითქმის გასულია, რომლის ძალები იწურება, რომლის დრო იწურება. და ეს ცოდნა იმისა, რომ ის საბოლოოდ იპოვა გზა საკუთარი თავისკენ, მაგრამ იპოვა მაშინ, როცა უკვე თითქმის გვიანაა, არის ყველაზე მტკივნეული სიმართლე, რომელიც ოდესმე აღიარა. სახლში დაბრუნებული ელენე ბოლო ჯერზე იღებს თავის რვეულს და წერს: დღეს ვიჯექი ბაღში და ვუყურე ცხოვრებას, ჩვეულებრივ, მარტივ ცხოვრებას, რომელიც არაფერს აგანგებოს არ შეიცავს, მაგრამ რომელიც არის ნამდვილი. და პირველად გავიგე, რომ ეს არის ის, რაც მე ყოველთვის მჭირდებოდა, არა დიდება, არა ტაშისცემა, არამედ უბრალოდ ცხოვრება. მაგრამ ეს გაგება მოვიდა ძალიან გვიან, მოვიდა მაშინ, როცა ჩემი ცხოვრება თითქმის გასულია, როცა ჩემი ძალები იწურება, როცა ჩემი დრო იწურება. და ეს არის ჩემი ბოლო სინანული, არა ის, რომ მე არ მქონდა ბედნიერება, არამედ ის, რომ მე ვერ ვნახე ის მაშინ, როცა ჯერ კიდევ დრო იყო. ვერ ვნახე, რომ ბედნიერება არ იყო სცენაზე, ის იყო აქ, ჩვეულებრივ ცხოვრებაში, ჩვეულებრივ მომენტებში, ჩვეულებრივ ადამიანებთან. ეს სიტყვები, დაწერილი კანკალებული ხელით, არის ელენე კიფშიძის ბოლო ჩანაწერი, ბოლო აღსარება ქალისა, რომელმაც მთელი ცხოვრება ეძებდა ბედნიერება არასწორ ადგილებში და რომელმაც საბოლოოდ იპოვა ის, მაგრამ იპოვა მაშინ, როცა უკვე თითქმის გვიანაა. ის კეტავს რვეულს, დებს მას კარადაში და იცის, ეს არის ბოლო. ბოლო არა მხოლოდ ამ რვეულისა, არამედ ბოლო იმ ცხოვრებისა, რომელიც მან ცხოვრა, ცხოვრებისა, რომელიც იყო სავსე დიდებით და ტკივილით, წარმატებით და მარტოობით, ტაშისცემით და ცრემლებით. მაგრამ ამ ბოლოში არის ასევე დასაწყისი რაღაცის ახლისა, რაღაცის უფრო მარტივისა, რაღაცის უფრო ნამდვილისა. ელენე კიფშიძე აღარ არის ვარსკვლავი, ის არის უბრალოდ ელენე, ქალი, რომელიც ცხოვრობს თბილისში და რომელიც ეძებს თავის ადგილს ამ სამყაროში. და ამ ძიებაში, რამდენადაც გვიანიც არ უნდა დაიწყო, არის რაღაც ლამაზი, რაღაც რაც აძლევს მას იმედს, რომ შესაძლოა ჯერ კიდევ არ არის ბოლო, შესაძლოა ჯერ კიდევ შეიძლება იპოვოს ის, რასაც მთელი ცხოვრება ეძებდა, არა დიდება, არამედ მშვიდობა, არა ტაშისცემა, არამედ სიჩუმე, არა აღიარება, არამედ უბრალოდ ყოფნა. და ამ ყოფნაში, ამ მარტივ ჩუმ ყოფნაში, ელენე კიფშიძე საბოლოოდ პოულობს იმას, რასაც მთელი ცხოვრება ეძებდა, საკუთარ თავს. არ ელენე კიფშიძეს ვარსკვლავს ლეგენდას, არამედ უბრალოდ ელენეს, ქალს, რომელმაც ბევრი გაიარა, ბევრი დაკარგა, ბევრი ისწავლა და რომელიც ახლა, ბოლოს, მზადაა უბრალოდ იყოს არა ვინმესთვის, არა რაღაცისთვის, არამედ უბრალოდ საკუთარი თავისთვის. ელენეს ძველბინაში, სადაც კედლებზე ჯერ კიდევ ეკიდა გაყვითლებული ფოტოები კონცერტებიდან და ჯილდოებიდან, ერთ დღეს მოულოდნელად გამოჩნდა კაცი, რომელსაც ის 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში არ ენახა, ის პროდიუსერი, რომელმაც მისი ცხოვრება აკონტროლა, რომელმაც მისი წერილები შეაჩერა, რომელმაც მისი ბედნიერება გაანადგურა. ის დგას კარებთან მოხუცებული, გამხდარი, ჯოხზე დაყრდნობილი და მისი თვალები, ოდესღაც ისეთი ცივი და გამომთვლელი, ახლა სავსეა რაღაცით, რაც ელენეს არასოდეს უნახავს მასში, შიშით. ელენე, ამბობს ის, ხმა კანკალებს, მე უნდა შემოვიდე. მე უნდა გითხრა რაღაც, სანამ გვიან არ არის. ელენე დგას ზღურბლზე და უყურებს ამ ადამიანს, რომელიც ოდესღაც ყველაზე ძლიერი ფიგურა იყო მის ცხოვრებაში და ახლა ჩანს როგორც უბრალოდ მოხუცი, დაღლილი კაცი, რომელიც ეძებს რაღაცას, შესაძლოა პატიებას, შესაძლოა გამართლებას, შესაძლოა უბრალოდ ადამიანს, რომელიც მოусმენს მის ბოლო სიტყვებს. ელენე ცოტა ხანს დუმს, შემდეგ ნელა გადადგამს გვერდზე და უშვებს მას შიგნით, არა იმიტომ, რომ მას უნდა, არამედ იმიტომ, რომ იცის, ზოგჯერ ადამიანებმა უნდა ისაუბრონ, თუნდაც მაშინ, როცა მათი სიტყვები ვეღარაფერს შეცვლის. ისინი ჯდებიან სამზარეულოში, სადაც ელენე ამზადებს ჩაის, ნელა რიტუალურად, თითქოს ეს მოქმედება აძლევს მას დროს, რომ მოემზადოს იმისთვის, რასაც ეს კაცი აპირებს თქმას. პროდიუსერი ჯდება მაგიდასთან, ხელები კანკალებს და იწყებს ლაპარაკობს ნელა რთულად, თითქოს ყოველი სიტყვა ტკივილს აყენებს მას. მე ვიცი, რას ფიქრობ ჩემზე, ამბობს ის. ფიქრობ, რომ მე ვიყავი შენი ციხის მცველი, შენი ბედნიერების მკვლელი, შენი ცხოვრების მანიპულატორი. და შენ მართალი ხარ, მე ვიყავი ყოველივე ეს. მაგრამ მე მინდა გითხრა რატომ. არა იმიტომ, რომ ეს გაამართლებს ჩემს ქმედებებს, არაფერი ვერ გაამართლებს მათ, არამედ იმიტომ, რომ შენ უნდა იცოდეს სიმართლე, სანამ მე წავალ.
ელენე უსმენს, სახე გამოუხატავია, მაგრამ მის თვალებში ჩანს რაღაც, არ არის სხვა, არა სიძულვილი, არამედ უბრალოდ დაღლილობა იმით, რომ ისე უნდა მოусმინოს ამ ადამიანს, რომელმაც მისი ცხოვრება გაანადგურა. მე შენზე შეყვარებული ვიყავი, ამბობს პროდიუსერი და ეს სიტყვები ისე უცბად ჟღერს, რომ ელენე თითქმის ჩამოაგდებს ჩიქას. არა როგორც ვარსკვლავზე, არა როგორც პროდუქტზე, როგორც ქალზე. პირველივე დღიდან როცა შენ დავინახე სცენაზე, მე ვიცოდი, შენ იყავი ის, ვინც მე მთელი ცხოვრება ვეძებდი. მაგრამ მე ასევე ვიცოდი, რომ შენ არასოდეს შემიყვარდებოდი, იმიტომ რომ მე არ ვიყავი ის ტიპის კაცი, რომელიც შენ გიყვარდა. მე არ ვიყავი ლამაზი, არ ვიყავი ქარიზმატული, არ ვიყავი ის, ვინც ქალებს აოცებდა. მე ვიყავი უბრალოდ ბიზნესმენი, ადამიანი, რომელიც იცოდა, როგორ გაეკეთებინა ფული და როგორ გამოეყენებინა ადამიანები. და ამიტომ მე გადავწყვიტე, თუ მე არ შემიძლია შენი ქმარი ვიყო, მაშინ მე ვიქნები შენი მფლობელი. თუ მე არ შემიძლია შენი გული მქონდეს, მაშინ მე მექნება შენი ცხოვრება. ეს აღსარება, თქმული კანკალებული ხმით, არის ის, რაც ელენეს არასოდეს გაუგია, რომ მთელი ეს წლების განმავლობაში, როცა ის ფიქრობდა, რომ პროდიუსერი მას იყენებდა როგორც ფულის წყაროს, სინამდვილეში ის მას იყენებდა როგორც ობიექტს დამახინჯებული სიყვარულისა, რომელიც არ იყო სიყვარული, არამედ ფლობა, კონტროლი, ძალაუფლება. ყოველი ჯერ, როცა შენ ვინმეს შეუყვარდებოდი, გრძელდება პროდიუსერი, მე უგრძნობდი, როგორც რაღაც იშლებოდა ჩემს შიგნით. ვუგრძნობდი, როგორ მე გკარგავდი, არა როგორც პროდუქტს, არამედ როგორც ქალს, რომელიც მე მიყვარდა. და ამიტომ მე ვაკეთებდი ყველაფერს, რომ ეს ურთიერთობები ჩამეშალა, არა იმიტომ, რომ მე მინდოდა შენი კარიერის დაცვა, არამედ იმიტომ, რომ მე არ მინდოდა შენი დაკარგვა. მე ვიყავი ეგოისტი, მანიპულატორი, მონსტრი და მე ვიცი ეს. მაგრამ მე ასევე ვიყავი ადამიანი, რომელიც შენ უყვარდა ისე ძლიერად, რომ ეს სიყვარული გადაიქცა წყევლად შენთვის და წყევლად ჩემთვის. ელენე უსმენს ამ სიტყვებს და გრძნობს, როგორ რაღაც იცვლება მის შიგნით, არა პატიება, არა გაგება, არამედ უბრალოდ ცოდნა იმისა, რომ ადამიანები, რომლებიც ყველაზე მეტად გვაზიანებენ, ხშირად არიან ადამიანები, რომლებიც ყველაზე მეტად გვიყვარვართ, მაგრამ უყვართ არასწორად, დამახინჯებულად, დესტრუქციულად. ის წერილი, ამბობს პროდიუსერი, რომელიც შენ დაწერე იმ მეთევზისთვის აბაშიდან, მე ვიცოდი, რომ თუ ის მიაღწევდა მას, შენ დაბრუნდებოდი იქ. დაბრუნდებოდი და დამეტოვებდი. და მე არ შემეძლო ამის დაშვება. ამიტომ მე აღვიღე ის წერილი და დავმალე ისე, რომ არც შენ იცოდი, რომ ის არასოდეს გაიგზავნა და არც მან, რომ ის არასოდეს მიიღო. მე გავანადგურე შენი ბოლო შანსი ბედნიერებაზე და ამისთვის მე არასოდეს მიპატიებ საკუთარ თავს. ის ჩუმდება, თავს უშვებს და ელენე ხედავს, ამ მოხუც კაცს ეტირება, ცრემლები ჩამოსდის მის ნაოჭებიან სახეზე და ამ ცრემლებში არის არა თვით შებრალება, არამედ ნამდვილი სინანული იმისა, რომ მან გაანადგურა ის, რასაც ყველაზე მეტად უყვარდა, იმიტომ რომ ვერ შეეძლო მისი ფლობა ისე, როგორც სურდა. ელენე ნელადებს ჩიქას მაგიდაზე და ამბობს, პირველად ამ საუბრის განმავლობაში, ამბობს ჩუმად, მაგრამ მკაფიოდ, შენი სიყვარული მკლავდა. შენი სიყვარული არ იყო სიყვარული, ის იყო ციხით ჯაჭვები წყევლა. შენ ფიქრობდი, რომ მე გიცავდი, მაგრამ სინამდვილეში შენ მე ვკლავდი, ნელა, მეთოდურად დღითი დღე. და ყველაზე საშინელი ის არის, რომ შენ ამას აკეთებდი სიყვარულის სახელით და ეს ხდის შენს დანაშაულს კიდევ უფრო მძიმეს. პროდიუსერი კივის თავს აქნევს, ცდილობს რაღაცის თქმას, მაგრამ ელენე აგრძელებს, მე არ გაპატიებ. არასოდეს. იმიტომ რომ შენ წაართვით ჩემი ცხოვრება, არა ერთხელ, არამედ 1000-ჯერ, ყოველ დღე, ყოველ წუთს, როცა მე ვცდილობდი ბედნიერების პოვნას და შენ მას ანადგურებდი. მაგრამ მე ასევე გაგიგებ იმიტომ რომ ახლა ვიცი, რომ შენ თავად იყავი ტყვე საკუთარი დამახინჯებული სიყვარულისა, რომელიც შენ არ იცოდი, როგორ გამოეხატე სხვანაირად, გარდა კონტროლისა და მანიპულაციისა. ეს სიტყვები, თქმული ელენეს მიერ, არის არა პატიება, არამედ გათავისუფლება. გათავისუფლება იმ რისხვისგან, იმ სიძულვილისგან, იმ ტკივილისგან, რომელიც მას წლების განმავლობაში ატარებია ამ ადამიანის მიმართ. იმიტომ რომ ელენე კიფშიძე ახლა იცის, რისხვა და სიძულვილი არის ჯაჭვები, რომლებიც მას აკავშირებს წარსულთან და ის აღარ სურს ამ ჯაჭვების ტარება. ის სურს თავისუფლება არა მხოლოდ ამ ადამიანისგან, არამედ თავისუფლება საკუთარი წარსულისგან, საკუთარი ტკივილისგან, საკუთარი სინანულისგან. პროდიუსერი დგება, ნელა, რთულად ჯოხზე დაყრდნობილი და ამბობს, მე მალე მოვკვდები. ექიმები ამბობენ, რამდენიმე თვე. და მე მინდოდა, რომ სიკვდილამდე გეთქვა სიმართლე. არა იმიტომ, რომ მე ველოდი პატიებას, მე ვიცი, რომ არ დამიპატიებ, არამედ იმიტომ, რომ შენ უნდა იცოდე, რომ შენი მარტოობა არ იყო შენი ბრალი. ის იყო ჩემი ბრალი და მე ამას ვიტან საფლავამდე.
ის მიდის კარისკენ ნელად და ელენე არ აჩერებს მას, უბრალოდ უყურებს, როგორც ეს მოხუცი კაცი, რომელმაც მისი ცხოვრება გაანადგურა, ტოვებს მის ბინას და შესაძლოა მის ცხოვრებას სამუდამოდ. როცა კარი იკეტება, ელენე რჩება მარტო, მაგრამ ეს მარტოობა არის სხვანაირი. ეს არის არა მარტოობა დაკარგვისა, არამედ მარტოობა გათავისუფლებისა. იმიტომ რომ ახლა ის იცის სიმართლე, იცის რატომ მოხდა ყველაფერი ისე, როგორც მოხდა, იცის ვინ იყო ის ადამიანი, რომელმაც მისი ბედი გადაწყვიტა, იცის რა იყო ის ძალა, რომელმაც მისი ცხოვრება აკონტროლა. და ეს ცოდნა, რამდენადაც მტკივნეულიც არ უნდა იყოს, არის ასევე ძალა იმისა, რომ საბოლოოდ გაიგო, რომ მისი ცხოვრება არ იყო მისი არჩევანი, არამედ სხვის არჩევანი და ამ გაგებაში არის გათავისუფლება იმ დანაშაულის გრძნობისგან, რომელიც მას წლების განმავლობაში ატარებია. მაგრამ ამ გათავისუფლებასთან ერთად მოდის ასევე კითხვა, რომელსაც ელენე უსვამს საკუთარ თავს, რა უნდა გააკეთოს ახლა ამ ცოდნით. როგორ უნდა იცხოვროს ცხოვრება, რომელიც დარჩა, როცა ის იცის, რომ მისი წარსული იყო არა მისი, არამედ სხვის. როგორ უნდა იპოვოს მშვიდობა, როცა ის იცის, რომ ყველაფერი, რაც მას დაკარგა არა ბედისნებით, არამედ ერთი ადამიანის ეგოიზმით? და პასუხი, რომელსაც ის იღებს, არის მარტივი და რთული ერთდროულად. ის უნდა იცხოვროს, უბრალოდ იცხოვროს, არა წარსულისთვის, არა სინანულისთვის, არამედ იმ დღეებისთვის, რომლებიც დარჩა, იმ მომენტებისთვის, რომლებიც ჯერ კიდევ შეიძლება იყოს ლამაზი, იმ ბედნიერებისთვის, რომელიც ჯერ კიდევ შეიძლება იპოვოს, არა სცენაზე, არამედ ცხოვრებაში. ელენეს ბინაში რამდენიმე კვირის შემდეგ პროდიუსერის ვიზიტის შემდეგ ისევ ჩნდება სტუმარი, მაგრამ ამჯერად ეს არის ადამიანი, რომელსაც ელენე არასოდეს ელოდა დაინახოს, ახალგაზრდა ქალი, 30 წლის, რომელიც წარდგება როგორც პროდიუსერის ქალიშვილი, რომლის არსებობის შესახებ ელენეს არასოდეს უთქვამს. მამა ჩემი გარდაიცვალა გუშინ, ამბობს ქალი, ხმა მშვიდია, მაგრამ თვალებში ჩანს ტკივილი. და სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრე მან მომცა ეს და მითხრა, რომ უნდა მოგეტანა. ის იღებს ჩანთიდან თხელ კონვერტს, ძველს გაყვითლებულს, რომელზეც ელენეს ხელით ეწერა მისამართი იმ მეთევზის აბაშიდან. ეს არის ის წერილი, რომელიც პროდიუსერმა შეაჩერა 30 წლის წინ, წერილი, რომელმაც შესაძლოა შეცვალა ელენეს მთელი ცხოვრება. მამა ჩემი მითხრა, გრძელდება ქალი, რომ ეს წერილი არის მისი ყველაზე დიდი დანაშაული და რომ ის სურს, რომ თქვენ გქონდეთ ის, რათა გააკეთოთ მასთან ის, რაც გინდათ. გააგზავნოთ ის, დაწვათ ის, შეინახოთ ის, ეს თქვენი არჩევანია. ელენე იღებს კონვერტს ხელში, ის არის მსუბუქი, თითქმის უწონო, მაგრამ ამავე დროს ის არის ყველაზე მძიმე ნივთი, რომელიც ოდესმე უჭირავს. იმიტომ რომ ამ კონვერტში არის არა მხოლოდ წერილი, არამედ მთელი ცხოვრება, რომელიც შესაძლოა ჰქონოდა, მთელი ბედნიერება, რომელიც შესაძლოა განეცადა, მთელი სიყვარული, რომელიც შესაძლოა მიეღო. და ახლა 30 წლის შემდეგ ეს კონვერტი არის მხოლოდ მოგონება იმისა, რაც შესაძლოა ყოფილიყო, მაგრამ არასოდეს არ იქნება. რატომ მოიტანა ეს ახლა? ეკითხება ელენე, ხმა ძლივს ისმის. იმიტომ, პასუხობს ქალი, რომ მამა ჩემი სურდა, რომ თქვენ იცოდეთ, ის ინანებდა ყოველ დღე, ყოველ საათს, ყოველ წუთს. ის ცხოვრობდა ამ სინანულით და ეს სინანული მას კლავდა, არა ფიზიკურად, არამედ სულიერად. მამა ჩემი იყო გატეხილი ადამიანი, გატეხილი იმით, რასაც მან გააკეთა თქვენთან და გატეხილი იმით, რომ ვერასოდეს შეძლო ამის გამოსწორება. ელენე უსმენს ამ სიტყვებს და გრძნობს რაღაც უცნაურს, არ აკმაყოფილებას იმით, რომ ის ადამიანი, რომელმაც მისი ცხოვრება გაანადგურა, თავად იყო გატეხილი, არამედ უბრალოდ დაღლილობას იმით, რომ ყველაფერი ეს, ყველა ეს ტკივილი, ყველა ეს სინანული, ყველა ეს დაკარგული ცხოვრებები, იყო უაზრო. იმიტომ რომ რა აზრი აქვს სინანულს, როცა უკვე გვიანაა? რა აზრი აქვს პატიებას, როცა დრო გასულია? რა აზრი აქვს ცოდნას იმისა, რაც შესაძლოა ყოფილიყო, როცა ის აღარასოდეს იქნება? თქვენი მამა, ამბობს ელენე ნელა, იყო ადამიანი, რომელმაც მე მიყვარდა არასწორად და ეს არასწორი სიყვარული გაანადგურა ორივე ჩვენგანი. მე არ ვიცი, უნდა ვინანო მისთვის თუ უნდა ვიბრაზო მასზე. მე უბრალოდ ვიცი, რომ მე დავიღალე ამ ყველაფრით, ამ ტკივილით, ამ სინანულით, ამ წარსულით, რომელიც არ მიშვებს. პროდიუსერის ქალიშვილი კივის თავს უშვებს და ელენე ხედავს ამ ახალგაზრდა ქალს ასევე ტკივა იმით, რომ მისი მამა იყო ადამიანი, რომელმაც ასეთი ტკივილი გამოიწვია სხვა ადამიანისთვის. მე მინდა გითხრათ რაღაც, ამბობს ქალი. რაღაც, რაც მამა ჩემმა მითხრა ბოლო დღეებში. მან თქვა, რომ თქვენ იყავით ერთადერთი ქალი, რომელიც მას ოდესმე ნამდვილად უყვარდა და რომ ეს სიყვარული იყო ერთდროულად ყველაზე ლამაზი და ყველაზე საშინელი რამ, რაც მას ოდესმე განუცდია. ლამაზი იმიტომ, რომ ის გრძნობდა თავს ცოცხლად, როცა თქვენს გვერდით იყო და საშინელი იმიტომ, რომ ეს სიყვარული გადაიქცა ობსესიად, კონტროლად, დესტრუქციად.
მამა ჩემი იყო ადამიანი, რომელმაც არ იცოდა როგორ უყვარდეს სწორად და ამიტომ მან უყვარდა არასწორად და ეს არასწორი სიყვარული გაანადგურა ყველაფერი. ეს სიტყვები, თქმული პროდიუსერის ქალიშვილის მიერ, არის ბოლო ნაწილი თავსატეხის ბოლო ახსნა იმისა, რატომ მოხდა ყველაფერი ისე, როგორც მოხდა. და ამ ახსნაში არის არა გამართლება, არამედ უბრალოდ გაგება იმისა, რომ ადამიანები, რომლებიც ყველაზე მეტად გვაზიანებენ, ხშირად არიან ადამიანები, რომლებიც თავად არიან გატეხილები, რომლებიც თავად არ იციან, როგორ უყვარდეთ, როგორ იზრუნონ, როგორ გაუშვან. და ამ გაგებაში არის არა პატიება, არამედ უბრალოდ მშვიდობა იმით, რომ ყველაფერი, რაც მოხდა არა იმიტომ, რომ ელენე იყო არასაკმარისი, არამედ იმიტომ, რომ სხვა ადამიანები იყვნენ გატეხილები. პროდიუსერის ქალიშვილი დგება, მზად არის წასვლისთვის, მაგრამ ელენე აჩერებს მას, დარჩი ცოტა ხანს. მითხარი შენი მამის შესახებ, არა იმის შესახებ, რაც მან გააკეთა ჩემთან, არამედ იმის შესახებ, ვინც ის იყო შენთვის. იმიტომ რომ მე მინდა გავიგო, იყო თუ არა მასში რაიმე კარგი, რაიმე ლამაზი, რაიმე რაც ღირებული იყო სიყვარულისა. და ქალი რჩება და ლაპარაკობს თავის მამაზე, არა როგორც მანიპულატორზე, არა როგორც კონტროლერზე, არამედ როგორც მამაზე, რომელიც უყვარდა თავის ქალიშვილს, რომელიც ზრუნავდა მასზე, რომელიც ცდილობდა იყოს კარგი ადამიანი, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ვერ ახერხებდა ამას. და ელენე უსმენს ამ ისტორიებს და ხვდება, ეს ადამიანი, რომელიც მისი ცხოვრების მონსტრი იყო ასევე ვინმეს მამა, ვინმეს მეგობარი, ვინმეს გმირი. და ამ გაგებაში არის რაღაც ლამაზი, რაღაც რაც აჩვენებს, რომ ადამიანები არიან რთულები, მრავალშრიანები, წინააღმდეგობრივები და რომ ვინმე, ვინც არის მონსტრი ერთი ადამიანისთვის, შეიძლება იყოს გმირი მეორისთვის. როცა პროდიუსერის ქალიშვილი საბოლოოდ მიდის, ელენე რჩება მარტო კონვერტთან, რომელიც შეიცავს წერილს, რომელიც არასოდეს გაიგზავნა, სიტყვებს, რომლებიც არასოდეს წაიკითხა, სიყვარულს, რომელიც არასოდეს განხორციელდა. და ის იცის, ის უნდა გადაწყვიტოს, რა გააკეთოს ამ კონვერტთან. გააგზავნოს ის ახლა 30 წლის შემდეგ იმ კაცისთვის, რომელიც შესაძლოა ჯერ კიდევ ცოცხალია, შესაძლოა ჯერ კიდევ იხსენებს მას. დაწვას ის და დაივიწყოს ის ცხოვრება, რომელიც არასოდეს იყო. შეინახოს ის როგორც მოგონება იმისა, რაც შესაძლოა ყოფილიყო. ელენე ნელა ხსნის კონვერტს და იღებს წერილს, ქაღალდი არის ყვითელი, მტვრიანი და მასზე დაწერილი სიტყვები არის ძლივს წაკითხვადი. მაგრამ ელენე კითხულობს სიტყვებს, რომლებიც მან დაწერა 30 წლის წინ, სიტყვებს, რომლებში იყო მთელი მისი გული, მთელი მისი სიყვარული, მთელი მისი იმედი. ჩემო ძვირფასო, იწყება წერილი, მე წავალ. მე უნდა წავიდე, იმიტომ რომ მე ვარ ის, ვინც ვარ, და ის, ვინც მე ვარ, ვერ ეტევა შენს სამყაროში. მე ვარ ვარსკვლავი და ვარსკვლავები არ ცხოვრობენ ჩვეულებრივ ცხოვრებას, ისინი ბრწყინავენ და იწვიან და მე უკვე ვიცვი. მაგრამ მე მინდა იცოდე, ის დრო, რაც ჩვენ ერთად გავატარეთ, იყო ყველაზე ბედნიერი დრო ჩემს ცხოვრებაში. პირველად მე ვიყავი არა ელენე კიფშიძე, ვარსკვლავი, მე ვიყავი უბრალოდ ელენე, ქალი, რომელსაც უყვარდა და რომელსაც უყვარდნენ. და ეს იყო ყველაზე ლამაზი გრძნობა, რაც მე ოდესმე განმიცდია. მაგრამ მე არ შემიძლია დავრჩე, იმიტომ რომ თუ დავრჩები, მე გახდები ტვირთი შენთვის და მე არ მინდა რომ შენი ცხოვრო ჩემი ჩრდილში. ამიტომ მე მივდივარ, მაგრამ მე ყოველთვის გიყვარვარ, ყოველთვის გიხსენებ, ყოველთვის ვიქნები შენთან, არა ფიზიკურად, არამედ გულში, აზრებში, მოგონებებში. ნუ მეძებ. ცხოვრე შენი ცხოვრება და იყავი ბედნიერი, ეს არის ერთადერთი, რაც მე მინდა შენთვის. შენი ელენე. ელენე კითხულობს ამ სიტყვებს და ტირის არა იმიტომ, რომ ეს წერილი არასოდეს გაიგზავნა, არამედ იმიტომ, რომ ახლა 30 წლის შემდეგ ის ხვდება, ეს წერილი იყო შეცდომა. ის არ უნდა წასულიყო. ის უნდა დარჩენილიყო. ის უნდა აერჩია სიყვარული დიდების ნაცვლად, ბედნიერება ტაშისცემის ნაცვლად, ცხოვრება სცენის ნაცვლად. მაგრამ ის არ დარჩა და ახლა როცა ყველაფერი გვიანაა, ის მხოლოდ შეუძლია წაიკითხოს ეს სიტყვები და იფიქროს იმაზე, რაც შესაძლოა ყოფილიყო. ელენე ნელა კეცავს წერილს, აბრუნებს კონვერტში და დგება. ის იცის, რა უნდა გააკეთოს, ის უნდა წავიდეს აბაშაში, უნდა იპოვოს ის კაცი, თუ ის ჯერ კიდევ ცოცხალია და უნდა მისცეს მას ეს წერილი, არა იმიტომ, რომ ეს რაიმეს შეცვლის, არამედ იმიტომ, რომ ის უნდა იცოდეს სიმართლე, უნდა იცოდეს, რომ ელენე მას წერდა, რომ ელენე მას იხსენებდა, რომ ელენე მას უყვარდა, მიუხედავად იმისა, რომ წავიდა. და ამ გადაწყვეტილებაში არის რაღაც ლამაზი, რაღაც რაც აჩვენებს, რომ ელენე კიფშიძე, მიუხედავად ყველა ტკივილისა და მარტოობისა, ჯერ კიდევ არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია სიყვარული, რომელსაც შეუძლია იმედი, რომელსაც შეუძლია რწმენა იმაში, რომ არასოდეს არ არის გვიან სიმართლის თქმისთვის, არასოდეს არ არის გვიან სიყვარულის გამოხატვისთვის, არასოდეს არ არის გვიან იმისთვის, რომ სცადო ისე ვიპოვო ის, რაც დაკარგე.
აბაშის გზა თბილისიდან არის გრძელი, რამდენიმე საათი ავტობუსით, რომელიც მიდის ვიწრო გზებზე, მთების გავლით, სოფლების გავლით, სადაც დრო თითქოს გაჩერებულა. ელენეზის ფანჯრის გვერდით დაუყურებს ლანდშაფტს, რომელიც ნელა იცვლება, ქალაქის ქაოსიდან სოფლის სიმშვიდემდე, ბეტონის შენობებიდან მწვანე ველებამდე, ხმაურიდან სიჩუმემდე. და ამ მოგზაურობაში არის რაღაც სიმბოლური, თითქოს ელენე მიდის არა მხოლოდ აბაშაში, არამედ მიდის უკან დროში, უკან იმ მომენტისკენ, როცა მან გააკეთა არჩევანი, რომელმაც მისი ცხოვრება შეცვალა. და ახლა 30 წლის შემდეგ ის მიდის იმისთვის, რომ სცადოს ამ არჩევნის გამოსწორება, არა იმიტომ, რომ ეს რაიმეს შეცვლის, არამედ იმიტომ, რომ ის უნდა იცოდეს, რომ მან სცადა, რომ მან არ დანებდა, რომ მან იბრძოლა ბოლომდე. აბაშაში ჩასვლისას ელენე გრძნობს, როგორც რაღაც იცვლება მის შიგნით, გრძნობს, როგორც ის ადგილი, რომელიც ოდესღაც იყო მისი თავშესაფარი, ახლა არის სხვანაირი. პატარა მშვიდი ქალაქის ზღვის პირას, სადაც ადამიანები ცხოვრობენ მარტივ ცხოვრებას, თევზაობენ, მუშაობენ, ოჯახებს ზრდიან. ელენე დგას ზღვის პირას, იმავე ადგილას, სადაც 30 წლის წინ იდგა და უყურებს ტალღებს, ისინი არიან იგივე, უცვლელი, მარადიული. და ამ უცვლელობაში არის რაღაც დამამშვიდებელი, რაღაც რაც აჩვენებს, რომ მიუხედავად იმისა, თუ რამდენი იცვლება ადამიანების ცხოვრებაში, ბუნება რჩება იგივე, მარადიული, უცვლელი. ელენე იწყებს ძიებას, ეკითხება ადგილობრივ ადამიანებს იმ მეთევზის შესახებ, რომელსაც ის 30 წლის წინ იცნობდა. ზოგი იხსენებს მას, ზოგი არა, წლები გავიდა, ადამიანები შეიცვალნენ, ზოგი წავიდა, ზოგი გარდაიცვალა. მაგრამ საბოლოოდ ერთი მოხუცი ქალი, რომელიც ბაზარში თევზს ყიდის, ამბობს, დიახ, მე ვიცი ვინ არის ის. ის ცხოვრობს იქ, ზღვის პირას, პატარა სახლში. მაგრამ ის უკვე მოხუცია, ავად არის. ის თითქმის არ გამოდის სახლიდან. ელენე მადლობას უხდის და მიდის იმ მისამართზე, რომელიც ქალმა მიუთითა, მიდის ნელა, გული ძლიერად სცემს, ხელები კანკალებს. იმიტომ რომ ის არ იცის რას იპოვის იქ, იპოვის თუ არა იმ კაცს, რომელსაც ოდესღაც უყვარდა, თუ იპოვის მხოლოდ ჩრდილს იმისა, ვინც ის იყო. სახლი არის პატარა, ძველი, ნახევრად დანგრეული, კედლები გაპობილია, სახურავი ჩამოცვენილია, ეზო გაუვალია. ელენე აკაკუნებს კარს და ელის გრძელი წუთები, რომლებიც ჩანს როგორც საათები. საბოლოოდ კარი იხსნება და იქ დგას კაცი, მოხუცი, გამხდარი, თეთრი თმებით, რომელიც ძლივს დგას ფეხზე. მაგრამ მისი თვალები, ისინი არიან იგივე, თბილი, გულწრფელი, სავსე სიყვარულით. და როცა ის ხედავს ელენეს, ეს თვალები ივსება ცრემლებით. ელენე, ამბობს ის, ხმა კანკალებს. შენ დაბრუნდი. ელენე კივის ვერ ლაპარაკობს, მხოლოდ უყურებს ამ კაცს, რომელიც ოდესღაც იყო მისი ბედნიერების წყარო და რომელიც ახლა არის მხოლოდ ჩრდილი იმისა, ვინც იყო. მე მოვიტანე რაღაც, ამბობს ელენე საბოლოოდ, იღებს კონვერტს ჩანთიდან. ეს არის წერილი, რომელიც მე დაგწერე 30 წლის წინ, მაგრამ რომელიც შენ არასოდეს მიგიღია. ვინმე მის შეაჩერა, ვინმემ, ვისაც არ სურდა, რომ ჩვენ ერთად ყოფილიყავით. მაგრამ ახლა მე მინდა, რომ შენ წაიკითხო ის, მინდა, რომ იცოდე, რომ მე შენ მიწერე, რომ მე შენ გიხსენებდი, რომ მე შენ მიყვარდი, მიუხედავად იმისა, რომ წავედი. კაცი იღებს კონვერტს კანკალებული ხელებით, ხსნის მას და იწყებს კითხვას, კითხულობს ნელა, ყურადღებით, და მისი სახე იცვლება, ცრემლები ჩამოსდის, ხმა კანკალებს, მაგრამ ის აგრძელებს კითხვას, სანამ ბოლომდე არ მივა. როცა ის ამთავრებს, ის უყურებს ელენეს და ამბობს, მე ვიცოდი. მე ყოველთვის ვიცოდი, რომ შენ მე მიყვარდი, იმიტომ რომ მე გრძნობდი ამას, როცა ჩვენ ერთად ვიყავით. მაგრამ მე ასევე ვიცოდი, რომ შენ უნდა წასულიყავი, იმიტომ რომ შენ იყავი ვარსკვლავი და ვარსკვლავები არ ეკუთვნიან ერთ ადამიანს. ისინი ეკუთვნიან ყველას. ეს სიტყვები, თქმული მოხუცი კაცის მიერ არის ის, რაც ელენეს არასოდეს გაუგია, რომ ის კაცი, რომელსაც ის უყვარდა, არასოდეს არ ბრაზობდა მასზე იმის გამო, რომ წავიდა. ის ესმოდა, ის იცნობდა, ის აპატიებდა, იმიტომ რომ ის ნამდვილად უყვარდა და ნამდვილი სიყვარული არის არა ფლობა, არამედ გაშვება. მე ვცხოვრე კარგ ცხოვრებას, გრძელდება კაცი. მე დავქორწინდი, მყავდა ბავშვები, ვიმუშავე, ვიცხოვრე. მაგრამ ყოველთვის, ყოველ დღე მე იხსენებდი იმ ზაფხულს, როცა ჩვენ ერთად ვიყავით, იხსენებდი შენს ღიმილს, შენს ხმას, შენს თვალებს. და ეს მოგონებები იყო ის, რაც მე ბედნიერს მხდიდა, არა იმიტომ, რომ მე მწუხარება მქონდა, არამედ იმიტომ, რომ ეს მოგონებები მაჩვენებდა, რომ ერთხელ ერთ მომენტში მე ვიყავი ნამდვილად ბედნიერი. ელენე უსმენს ამ სიტყვებს და გრძნობს, როგორც რაღაც იშლება მის შიგნით, იშლება არა ცუდი გაგებით, არამედ კარგი გაგებით, როგორც ყინული იშლება გაზაფხულზე, როგორც ბარიერები იშლება, როცა ადამიანები საბოლოოდ ერთმანეთს ესმიან. იმიტომ რომ ახლა ის ხვდება, მისი წასვლა არ გაანადგურა ამ კაცის ცხოვრება.
ის გააგრძელა თავისი ცხოვრება, იყო ბედნიერი, ჰყავდა ოჯახი და ამავე დროს ინახავდა მოგონებას ელენესზე როგორც რაღაც ლამას, რაღაც განსაკუთრებულს, რაღაც, რაც მას ყოველთვის ექნებოდა. და ამ გაგებაში არის გათავისუფლება იმ დანაშაულის გრძნობისგან, რომელიც ელენეს წლების განმავლობაში ატარებია, გათავისუფლება იმ სინანულისგან, რომელიც მას კლავდა. მე მინდა გითხრა რაღაც, ამბობს ელენე. მე ვფიქრობდი, რომ ჩემი ცხოვრება იყო წარუმატებელი, იმიტომ რომ მე არ მქონდა ის, რაც შენ გქონდა, ოჯახი, ბავშვები, ჩვეულებრივი ბედნიერება. მაგრამ ახლა მე ვხვდები, წარმატება არ არის ის, რაც შენ გაქვს, არამედ ის, რაც შენ აძლევ. და მე მივეცი ათასობით ადამიანს რაღაცას, მივეცი მათ მუსიკა, ემოცია, იმედი. და შესაძლოა ეს არის საკმარისი. შესაძლოა ეს არის ის, ვისთვისაც მე დავიბადე. კაცი ღიმის ხელს უწვდის ელენეს და ამბობს, შენ იყავი და ხარ ვარსკვლავი, და ვარსკვლავები არ იზომება იმით, რამდენ ხანს ბრწყინავენ, არამედ იმით, რამდენ ადამიანს ანათებენ გზას. და შენ ანათებ ბევრ ადამიანს გზა, მათ შორის მეც. ისინი ზიან ერთმანეთის გვერდით ზღვის პირას და უყურებენ ტალღებს, ორი მოხუცი ადამიანი, რომლებმაც ბევრი გაიარეს, ბევრი დაკარგეს, ბევრი ისწავლეს. და ამ მომენტში არის რაღაც სრულყოფილი, რაღაც, რაც აჩვენებს, რომ ცხოვრება არის არა ის, რაც ჩვენ გვაქვს, არამედ ის, რაც ჩვენ ვიხსენებთ, არა ის, რაც ჩვენ მივაღწიეთ, არამედ ის, რაც ჩვენ გავაკეთეთ სხვებისთვის, არა ის, რაც ჩვენ დავკარგეთ, არამედ ის, რაც ჩვენ შევინარჩუნეთ, მოგონებები, გრძნობები, სიყვარული. როცა ელენე საბოლოოდ ტოვებს აბაშას და ბრუნდება თბილისში, ის არის სხვანაირი, არა იმიტომ, რომ რაიმე შეიცვალა გარეგნულად, არამედ იმიტომ, რომ რაღაც შეიცვალა შიგნით. ის აღარ არის ქალი, რომელიც ატარებს დანაშაულის გრძნობას, სინანულს, ტკივილს. ის არის ქალი, რომელმაც საბოლოოდ იპოვა მშვიდობა არა იმით, რომ ყველაფერი კარგად დასრულდა, არამედ იმით, რომ ის გაიგო, რომ ცხოვრება არის არა ის, რაც ჩვენ დავგეგმეთ, არამედ ის, რაც ჩვენ გავაკეთეთ იმით, რაც მოგვეცა. ელენე კიფშიძე გარდაიცვალა 2002 წელს, თავის ბინაში თბილისში, 7 წილში. მისი გარდაცვალების შესახებ ცნობა გავრცელდა ნელა, პირველად ადგილობრივ გაზეთებში, შემდეგ ტელევიზიაში, შემდეგ მთელ საქართველოში. ადამიანები, რომლებიც მას იხსენებდნენ, ზოგი როგორც ვარსკვლავს, ზოგი როგორც ლეგენდას, ზოგი როგორც ხმას, რომელიც მათ ახალგაზრდობაში ახლდა, მოვიდნენ მის დასაფლავებაზე და ტიროდნენ. არა იმიტომ, რომ ისინი მას პირადად იცნობდნენ, არამედ იმიტომ, რომ ელენე კიფშიძე იყო ნაწილი მათი ცხოვრებისა, ნაწილი მათი მოგონებებისა, ნაწილი იმ ეპოქისა, რომელიც აღარ არსებობს. მის ბინაში, რომელიც გახდა მუზეუმი რამდენიმე წლის შემდეგ, ვიზიტორები დღესაც მოდიან და უყურებენ ფოტოებს, ჯილდოებს, კოსტიუმებს, ყველა იმ ნივთებს, რომლებიც იყო ნაწილი ელენე კიფშიძის საჯარო ცხოვრებისა. მაგრამ ყველაზე მეტად ადამიანებს აინტერესებთ ის ძველი რვეული, რომელიც ინახება მინის კულტში, რვეული, რომელზეც ეწერა, არასოდეს წაიკითხო, მაგრამ რომელიც ახლა ღიაა ყველასთვის, რათა ადამიანებმა წაიკითხონ ელენეს ნამდვილი აზრები, ნამდვილი გრძნობები, ნამდვილი ტკივილი. და ამ რვეულში, ბოლო გვერდზე არის ჩანაწერი, რომელიც ელენემ დაწერა რამდენიმე დღით ადრე თავისი გარდაცვალებისა, ჩანაწერი, რომელიც არის მისი ბოლო სიტყვები, მისი ბოლო მესიჯი, მისი ბოლო აღსარება. მე ვცხოვრე ცხოვრება, რომელიც არ იყო სრულყოფილი, არ იყო ის, რაც მე მინდოდა, არ იყო ის, რაც მე ვოცნებობდი. მაგრამ ეს იყო ჩემი ცხოვრება და ახლა ბოლოს მე ვხვდები, რომ ეს საკმარისი იყო. მე მივეცი ადამიანებს რაღაცას, მივეცი მათ მუსიკა, ემოცია, იმედი. და შესაძლოა ეს არის ის, რისთვისაც ჩვენ ვცხოვრობთ, არა იმისთვის, რომ ვიყოთ ბედნიერები, არამედ იმისთვის, რომ გავხადოთ სხვები ბედნიერები. არა იმისთვის, რომ ვიპოვოთ სიყვარული, არამედ იმისთვის, რომ მივცეთ სიყვარული. არა იმისთვის, რომ ვიცხოვროთ სრულყოფილი ცხოვრება, არამედ იმისთვის, რომ ვიცხოვროთ ნამდვილი ცხოვრება, რომელიც არის ჩვენი, მიუხედავად ყველა მისი ნაკლისა და ტკივილისა. რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომლებმაც ელენეს ცხოვრება აკონტროლეს, პროდიუსერი გარდაიცვალა რამდენიმე თვით ადრე ელენეს გარდაცვალებამდე, მარტო დაივიწყებული სინანულით სავსე. მისი ქალიშვილი, რომელმაც ელენეს მიაწოდა ის წერილი, ახლა მუშაობს როგორც ფსიქოლოგი და ეხმარება ქალებს, რომლებიც ცხოვრობენ ძალადობრივ ურთიერთობებში, ეხმარება მათ იპოვონ ძალა, რომ გაიქცნენ, რომ დაიწყონ ახალი ცხოვრება. ის ამბობს, რომ მისი მამის ისტორია და ელენეს ისტორია ასწავლა მას ყველაზე მნიშვნელოვან გაკვეთილს, რომ სიყვარული, რომელიც არის კონტროლი, არ არის სიყვარული, არამედ ძალადობა. რაც შეეხება იმ მეთევზე საბაშიდან, ის გარდაიცვალა 1 წლის შემდეგ ელენეს ვიზიტის შემდეგ, 7 ოჯახის გარემოცვაში. მისი ბოლო სიტყვები იყო, მე ვიყავი ბედნიერი. მე მქონდა ყველაფერი, ოჯახი, სიყვარული, მოგონებები. და ერთი მათგანი იყო ელენე, რომელიც მოვიდა ჩემს ცხოვრებაში როგორც ვარსკვლავი და დატოვა როგორც მოგონება, რომელიც მე ყოველთვის მექნება.
და ახლა 30-ზე მეტი წლის შემდეგ ელენე კიფშიძის გარდაცვალებიდან მისი სახელი ჯერ კიდევ ცოცხლობს არა მხოლოდ მუზეუმში, არა მხოლოდ ჩანაწერებში, არამედ ადამიანების გულებში, რომლებიც მას იხსენებენ როგორც ვარსკვლავს, რომელმაც ანათა მათ ცხოვრებას. და შესაძლოა ეს არის ნამდვილი უკვდავება, არა ის, რომ შენი სახელი დაიწერება წიგნებში, არამედ ის, რომ შენი ხმა გაისმის ადამიანების გულებში, არა ის, რომ შენი სახე დაინახება ფოტოებში, არამედ ის, რომ შენი სიყვარული იგრძნობა მოგონებებში. მეგობრებო, როგორ უყურებთ ელენე კიფშიძის ისტორიას? იყო თუ არა ის მსხვერპლი იმ სისტემისა და იმ ადამიანებისა, რომლებმაც მისი ცხოვრება აკონტროლეს, თუ თავად იყო პასუხისმგებელი თავის არჩევნებზე? შეიძლებოდა თუ არა მისი ცხოვრება სხვანაირად ყოფილიყო, თუ ის სხვა გადაწყვეტილებებს მიიღებდა? და რა არის უფრო მნიშვნელოვანი, ის, რასაც ჩვენ ვაძლევთ სამყაროს, თუ ის, რასაც ჩვენ ვიღებთ საკუთარი თავისთვის? დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, იცით თუ არა ელენე კიფშიძის შესახებ თქვენს ქალაქში, იხსენებენ თუ არა მას თქვენი ოჯახის წევრები. დააწკაპუნეთ მოწონებაზე, თუ ეს ისტორია შეეხო თქვენს გულს და გამოიწერეთ ჩვენი არხი, რათა გაიგოთ მეტი ისტორიები იმ ადამიანების შესახებ, რომლებმაც ანათეს ჩვენი ცხოვრება და რომლებიც ახლა თითქმის დავიწყებულები არიან. ელენე კიფშიძე იყო არა მხოლოდ ვარსკვლავი, ის იყო ქალი, დედა, მეგობარი, ადამიანი, რომელმაც ბევრი გაიარა და რომლის ისტორია უნდა გავიხსენოთ, რათა არ გავიმეოროთ მისი შეცდომები და ვისწავლოთ მისი გაკვეთილებიდან.